გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი, დაგიბრუნდით, რა თქმა უნდა, პოდკასტ არეადან და მოვიდა დრო ვისაუბროთ ცოდნის მოყვარე პოდკასტში ისტორიაზე. დღეს ჩემი სტუმარი არის ისტორიკოსი დავით ჭიშკარიანი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ რომ და ხარ ჩემი სტუმარი. პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ დავიწყებ საუბარს. რატო მოვინდომე, ესე ვთქვათ, რომ ისტორიაზე გვესაუბრე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია, რომ ისტორიის გაანალიზება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მithumetes ესეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველო არის და ამ ჩვენ პოდკასტში ფსიქოლოგიურ თემებს ხშირად ვიხებით ხოლმე რა და აქ ტრავმებზე ვსაუბრობთ რა, როგორც წესი და ჩემს მაყურებელს ძალიან მოსწონს ტრავმებზე საუბარი, იმიტომ რომ ყველას ძალიან ეხება ეგ საკითხი, ხო? და კოლექტიურ მეხსიერებაზე და კოლექტიურ ტრავმებზე როდესაც ვსაუბრობთ, ხო, პირობითად. მე მგონია, რომ ისტორია აქ ძალიან კარგი მექანიზმია, რომ რაღაცები უბრალოდ გავანალიზოთ. არ ვიცი რამდენად ეს ჩემი მსჯელობა ისტორია არასტორია, მაგრამ ესეთი ჩემი შინაგანი შეგრძნება არის ამასთან დაკავშირებით. გამარჯვების სათქმელის დრო არ მოგეცი, კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობა, მიხარია რომ ვარ თქვენი პოდკასტის სტუმარი და რაც თავარია უსურვებ წარმატებას და დიდხანს ყოფნას ამ საინტერესო ლაპარაკებით და საუბრებით. მადლობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 1937-1938 წლებზე, რომელიც ცნობილია როგორც დიდი წმენდის პერიოდი, ხო? მე არ მოვყვები, მე დღეს ვეცდები უფრო ვიყო რაღაცნაირი მოსწავლის სტუდენტის როლში, რომელიც ისტორიას მოისმენს. ისტორიის გაკვეთილზე უფრო ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ საინტერესოა ჩემთვის აი მაგ როლში ყოფნა და მაქედან კითხვების დასმა. დავიწყოთ საუბარი რა ხდებოდა ამ წლებში და რატო ერქვა მაგას დიდი წმენდის პერიოდი. მადლობა, უბრალოდ ისტორიის კარგი გაკვეთილი და კარგი ლექცია არის ის ლექცია, სადაც არა მარტო მონოტორულად ერთი ლექტორი ლაპარაკობს, არამედ სადაც დისკუსია და ბევრი შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც ისტორიკოს შეუძლია ესე გითხრა, ეს ესეა. ეს ხო არ არის იმპერატიულად განსაზღვრული სივრცე, იმპერატიულად ისტორიას ავტორიტარული რეჟიმები საზღვრავენ, სადაც ის გეუბნება, რომ ეს ესე უნდა იყოს A-დან H-მდე და მორჩა, შენ არანაირი საშუალება არ გაქვს აქ ჩარევის, განსხვავებულად ინტერპრეტაციის ან სხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენების. მე მგონი შობია ჩვენ ჩემს მიერ პირველად განხილული ვერსია ავირჩიოთ, იმიტომ რომ იქ დისკუსიის საშუალება არის. სანამ ამ რეპრესიებს, წმენდას და ამბებს შევეხებით, თქვენს მიერ პირველად დასმულია ეს ნაწილი ძალიან საინტერესოა, რომ რომელი ისტორია არის ტრავმა, ანუ რომელი წარსული არის ტრავმა, ანუ ტრავმა არის ის წარსული, რომელიც კოლექტიურ მეხსიერებაში არის. იმიტომ რომ თუ რაღაც არ არის კოლექტიურ მეხსიერებაში, ეს ბუნებრივად დაკარგულია. ეხლა უცებ რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს სკოლა, არ გვაქვს ეს მედია და არაფერი არ გვაქვს საინფორმაციო საშუალება, ჩვენი ერთადერთი წყარო რჩება ადამიანი, რომელიც გიყვება. არის ადამიანსაც ყველაფერი არ ახსოვს, ყველაფრის მოყოლაც ხარ შეუძლია, ანუ ისტორიკოსებს უყვართ ესეთი თქმა, რომ ისტორია არის ის, რაც არ გვახსოვს და არა ის, რაც გვახსოვს, იმიტომ რომ რაც გახსოვს, ამაზე მოქმედებენ სხვადასხვა აქტორები, ამაზე მოქმედებს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, ამ ეს სახელმწიფო ოღონდ არ ნიშნავს აპრიორულად ავტორიტარულს და ასე შემდეგ, დემოკრატიული სახელმწიფოც მისი პოლიტიკით გიბიძგებს შენ რომელ საკითხზე უფრო ბევრი იფიქრო და რომელზე ნაკლები, ეს ერთი, მეორე, მედიას მედია გადამწყვეტია ისტორიის ფორმირებაში და მე მახსოვს ერთხელ ლექცია მქონდა და წინა დღეს ერთ-ერთმა ყვითელმა ქართულმა არხმა მიუძღვნა გადაცემა სტალინს და მეორე დღეს ეს ჩემი გადასარევი სტუდენტები იმ გადაცემის სიტყვებით და არგუმენტებით მელაპარაკებოდნენ, ის ნახევარი სემესტრი რაც ვიმუშავე პრაქტიკულად წყალში იყო გადაყრილი, იმიტომ რომ მედიას აქვს ეს ხელაზე გავლენა, ხო? ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს. ამიტომ ეს არის მეხსიერება. და ამიტომ ეს მეხსიერება რაც ახსოვს კულტივირებს, ეს ადამიანებს უნდათ ამაზე ლაპარაკი. აი პირადი გამოცდილებითაც რო ვთქვა, აი რაზე უყვართ საუბარი, მე ლექციების კითხვა დავიწყე 2014 წელს. 14 წელს სტუდენტებს დიდად არ უყვარდათ 90-იან წლებზე საუბარი. იმიტომ რომ ეს არ არის მაინც და მაინც 90-იანი წლების თაობის შვილები. დაახლოებით 5-6 წელიწადში უცებ მოვიდა თაობა
რომელსაც უნდა 90-იანი წლების საქართველოზე და საბჭოთა კავშირის დაშლაზე ლაპარაკი. ახალი თაობა. ნუ ახალი თაობა ხო ანუ ბიოლოგიურად ხო. მათი მშობლები არიან ის თაობა რომელსაც 90-იანი წლები გაიარეს ან ბავშვები იყვნენ ან მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში 90 წელს. აი მათმა შვილებმა თუ გინდოდა რომ აი იდეალური ლექცია ყოფილიყო, ჩართულობაც, მოსმენაც, ინტერაქციაც, მუშაობაც, ეს იყო 90-იან წლებზე დაიწყებდი საუბარს და ყველა ერთვებოდა. რატო? იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელსაც ისინი სამზარეულოში, სახლში, ასე შემდეგ ისვენენ, იმიტომ რომ პერსპექტივებიც რეგიონალური განზომილებით ზუსტად ისეთივე იყო, რაც ხდებოდა იმ რეგიონში 90-იან წლებში. მაგალითად, სამეგრელოდან სტუდენტი მოყვა აი როგორ იყო აი ამ სამეგრელოში 1000 ჯერ შევიდა გამოვიდა სხვადასხვა ჯარი და აი როგორ ხდებოდა ყოველდღიურობაში ხალხი თავს როგორ იცავდა რა სტრატეგიები შეიმუშავეს თვითგადარჩენის და ასე შემდეგ. უცებ 30 წლის მერე ამათმა ეს ანუ უცებ აუდიტორიაში გაიხსნენ. ეს რას ნიშნავს? იმას რომ ეს თეორიაში რომ თაობა 25 წლის მერე იწყებს გადააზრებას, უცებ აღმოჩნდა რომ ეს მართალია. და არ შემცდა რა როცა ამბობენ, ამიტომ ეს და დანარჩენი მეხსიერება, ეხლა დავით აღმაშენებელზე მეხსიერება ეს კონსტრუქტია. თავიდან ბოლომდე კონსტრუქტია პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ელიტების. ამ პოლიტიკურ კლასსა და ელიტებში აგრეთვე იგულისხმება ისტორიკოსები, იმიტომ რომ შეიძლება გადასარევი წიგნი დაიწეროს დავით აღმაშენებელზე, მაგრამ ის არ ავიდეს პოლიტიკურ დისკუსიაში. ამიტომ საჯარო მეხსიერება შექმნის ის, რომელიც ავა ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს ამიტომ ამ ტრამვებზე საუბარი არც საქილიკოა და არც მეორე ხარისხოვანი, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ტრამვებზე მერე აპელირებენ პოლიტიკური აქტორები. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამის შენარჩუნება და ამაზე რეფლექსირება, რომ ესე არ არის, ეს ადამიანებმა გადაიტანეს, აი რატო არის რუსეთში ეხლა ხელოვნურად ხდება მეორე მსოფლიო ომის ტრამვების, ანუ ტრამვა არ უნდა შეწყდეს რუსული ნარატივის მიხედვით, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც პრაქტიკულად ცოცხლები აღარ არიან და უკვე მათი შვილებსაც ნუ ბიოლოგიურად ხდება, ხო, ისეთ ასაკში არიან, რომ ეხლა უკვე შვილიშვილებზე არიან გადასულები. ანუ ახსენებენ სპეციალურად? ხო, სპეციალურად ახსენებენ, რომ ეს ტრამვა არ უნდა შეწყდეს, უნდა ახსოვდეს რა გადაიტანა აი ამ ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში სხვადასხვა სოფლებში ხალხმა, ადამიანებმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია ეხლა. უკაცრავად ამაზე დგას ეს მთელი ნაციონალური მეხსიერება. ამ ტრამვას როგორ გამოიყენებ, ეგ ხო სხვა საკითხია. ხო? ანუ თქვათ პირობითად რუსეთი როგორც იყენებს ამ ტრამვას, შეიძლება ამეთი მართო, პირობითად მაგრა ხალხი, ხო ეგრე არის. და ახსენო და აჭირო, რომ აი ის იყო რაღაცა, შეიძლება ანუ სხვა ფორმაც მისცე? ანუ მე მაგალითად გონია, რომ კოლექტიური ტრამვა მოგხვდებს. აი რაღაცნაირად ეს გადაეცემა, იმიტომ რომ შეიძლება ხო თაობა ისე შეიცვალოს, არ ვიცი, 25 წლის მერე, რომ ეხლა რა წლებზეც ვლაპარაკობთ, მათთვის ტრამვული აღარ იყოს ასე? ეგ არ ვიცი, მე რა იქნება, მაგრამ გააჩნია ეს დღევანდელობა, რამდენხელა გავლენას მოახდენს შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე. თუ ეს მნიშვნელოვანი იქნა და ტრამული იქნა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მოყვებიან ამას და მე ეს გადავა ერთი თაობიდან მეორეზე. მაგრამ ტრამვები გადადის აგრეთვე რეპრესირებულთა ოჯახები. მან არა მარტო უშუალოდ რეპრესირების მსხვერპლი მათი შვილები, არამედ შვილიშვილებიც ტრამვირებულები არიან, ამიტომ ეს გადაეცემა. და თან ეს არის პერიოდი, როდესაც მსხვერპლის მიმართ სოლიდარობა არის ძალიან დაბალი. ანუ მსხვერპლი ცდილობს დაიმალოს და მისი მსხვერპლობა დამალოს, იმიტომ რომ ეს მას უშლის ბევრ რამეში და ეს არ არის კარგი, როცა ხარ მსხვერპლი, კარგი ბრჭყალებში, სოციალური სტატუსისთვის, კარიერისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ტრამვა იხარშება და გადადის მერე თაობიდან თაობაზე. ამიტომ მე არ ვიცი რა იქნება მომავალში, ეს ჩემი საქმე არ არის, ამის გადასარევი სპეციალისტები არიან ამ ქვეყანაში, მაგრამ წარსულთან მიმართებაში წარსულის ტრამვა, აი ხა დააკვირდით ბოლო პერიოდში, აი რამდენიმე პოდკასტია, ხო, 90-იანი წლების საქართველოს გულისხმობ საქართველოს დაბადებას.
რომელსაც მაყურებლების რაოდენობას დავაკვირდეთ, კატასტროფულად კარგი და ბევრია და მეორე სულს ვაკვირდები ხოლმე კომენტარებს. ეს კომენტარები აბსოლუტურად ტრავმით არის გამოწვეული. ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ კი არ უსმენს უშუალოდ მონაწილე როგორ ხედავს პროცესს, არამედ ამ მონაწილეს ასამართლებს. მოსამართლეა ხშირ შემთხვევაში კომენტარები. შენ მაშინ იქ რატო არ იყავი, შენ მაშინ იქ რატო შვებოდი, შენც ესეთი ხარ, შენც ესეთი ხარ. ეს რას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი სახელმწიფომ არ ამას არ მიუჩინა თავისი ადგილი მეხსიერების პოლიტიკაში და რადგან არ მიუჩინა, ამიტომ ადამიანები ამ უმრავლესობა თუ ძალიან პროფესიული ნაწილი არის ამ თაობას სჯის და არა მსჯელობს. ანუ იმიტომ რომ ალბათ ბოდიშკა წყვეტინა ტკივილიდან გამოდის. ტკივილი და ტრამვითაც, იზენტობითაც და ბოლო-ბოლო სამოქალაქო ომი იყო, რომელსაც სამოქალაქო ომიც არ დაარქვეს ისტორიკოსებმა, ხან თბილისის ომი დაარქვეს, ხან რა დაარქვეს. აი ყველაფერს უკირკიტებენ, როგორც სიტყვა სამოქალაქო არ იხმარონ და სამოქალაქო ომი არ გულისხმობს, რომ ორი მხარეა, აქ შეიძლება იყოს 8 მხარე. უბრალოდ და არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სოფლიოს ისტორიაში სამოქალაქო ომი, სადაც არ არის მესამე მხარე. რომელიც რომელიმე მხარეს იარაღს არ აწვდის. როგორც წესი, ორივე მხარეს ვიღაცა აწვდის იარაღს. ამიტომ აი ეს არგუმენტი, რომ აქ რუსული ბაზებიდან ვიღაც იღებდა იარაღს, ეს არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამოქალაქო ომი ვიღაცის მიერ, ამერიკის სამოქალაქო ომში ვინ ვის აწვდიდა იარაღს თუ ამერიკელები თვითონ აწარმოებდნენ ამდენ იარაღს. ხო არ არის სწორი, არა, ჩვეულებრივად ხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან განსხვავებული მხარეებისთვის იარაღის მიწოდება. აქედან გამომდინარე, ეს სამოქალაქო ომსაც სახელი არ დაერქვა და არ მოხდა მისი მეხსიერების აი ამ ნაწილში ჩასმა, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის კომენტარები, რაზეც გესაუბრებოთ. ამიტომ ეს მართალია თქვენ შესავალში კარგად თქვით ეს ტრამვა, მაგრამ და 37 წელივით არ დამვიწყებია, უბრალოდ ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ტრამვა განაპირობებს ყველაფერს, ისევე როგორც აი დააკვირდით მთელი პერიოდი არ საუბრობდით აფხაზეთიდან დევნილების ჩამოსვლაზე და ინტეგრაციაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითქოს ეს ისტორია არ იყო. იყო ომი, სოხუმი დაეცა და მერე ეს ხალხი სადღაც მოხდა, გახდა რაღაც. სადღაც არის. და მერე უცებ გაჩნდა აი ფანტასტიკური ლიტერატურული ნაშრომები, აი ძალიან კარგივი. რომლებიც ზუსტად იმას საუბრობდნენ, არა ჰოპ და გაჩნდა ეს ხალხი, არამედ რა გზა გამოიარა აქედან იქამდე. აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აი ბავშვები როგორები იყვნენ, არა მეომრები, არა ქალები, არამედ ბავშვები. მერე თემა, რომელიც ყველაზე ტაბუირებული იყო, ეს არის აი ამ ხალხის ძარცვა და ძალადობა ქალებზე, რომელსაც მე რამდენიმე მედია გამომცემლობამაც ასევე ძალიან კარგი სერია მიუძღვა, ინდიგო მიუძღვნა სერია, სადაც აი იგრძნობა, რომ ეს ქალები როგორი მოწყვლადები იყვნენ ამ ამბების დროს. მერე მსხვერპლი, ვინ არის მსხვერპლი აქ? და რა თქმა უნდა, ამის ფონზე ეს სამოქალაქო ომი, რომელიც არ ჩერდება. აქედან ამიტომაც ეს საკითხებია, რომელსაც სახელმწიფოს არ უყვარს, იმიტომ რომ აქტორები დღემდე პოლიტიკაში არიან და ეს მათთვის ძალიან რთულია. იმიტომ გინდა არ გინდა როგორც კი ამას ამოვატივტივებ რაღაც ტიპის ელექტორატს შენ კარგავ, მაგრამ ეს არის ის ტრამვა, რომელიც ამ ხალხს აწუხებს და ეს დღევანდელობას განაპირობებს. იმ წარსულმა განაპირობა დღევანდელობა და დღევანდელობა უკვე განსაზღვრავს მომავალს. ამიტომ ტრამვებზე საუბარი კომპეტენტურად ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლოც არის. აბსოლუტურად გეთანხმები. და რა თქმა უნდა, ეს უახლესი ისტორია, ეს არ არის ის ისტორია, რომელიც ერთ და ორ წყაროშია, ეს ბევრი წყარო გაქვს და ამიტომ ამ ისტორიკოსებს, ვინც ამ პერიოდზე მუშაობენ, ერთი მხრივ გამომართლათ, მეორე მხრივ არა, იმიტომ რომ როგორც ცოტა წყაროა ისტორიკოსისთვის ცუდი, ისევე ძალიან ბევრი ცუდია, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი განზოგადოების ხელობა და უნარჩვეობა გჭირდება, რომ ეს ერთად რაღაცნაირად მოათავსო და ერთი ისტორიის სხვადასხვა ასპექტი გამოვიდეს. ხო.
ესე ხა ძალიან ბევრი ტრამვებზე გამექცა სიტყვა, არა, ძალიან საინტერესო იყო. დაუბრუნდეთ ხო, დაუბრუნდეთ. 77 წელს. ტრამვები ერთ დავამატებ როგორც პირად, მე მგონი არა, როგორც პირადი ტრამვა, რაღაც გაფორმირებს, ისე გაფორმირებს კოლექტიური ტრამვაც. როგორც მე მაგალითად ჩემო ტრამვა მაფორმირა, კოლექტიურადაც კოლექტიურ საზოგადოებას აფორმირებს. ამიტომ არ გაგექცა. ძალიან საინტერესო იყო და მე მაგას კიდე შევეხევით. ეხლა გადავიდეთ ზოგადად რა ხდებოდა, რატო ვეძახით ამას, რა კითხვაც დაისვა, ესე ვთქვათ, რა წლებია საერთოდ ეგ. ხო, ეს საბჭოთა კავშირში მისი არსებობიდან მოდით ეხა საბჭოთა კავშირი 1900 ხო, ერთ რამე უნდა განმარტოთ. ფაქტოლოგიური თვალსაზრისით. 1917 წლის რევოლუციის შემდგომ იქმნება საბჭოთა რუსეთი. მაგრამ 1917 წლის რევოლუციის შემდგომ, ძირითადად 1918 წელს, იქმნება ბევრი პოლიტიკური გაერთიანება რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე. ეს გაერთიანებები ნაწილი დროთა განმავლობაში ისევ ხდება წითელი რუსეთის შემადგენლობაში, იმიტომ რომ შედის წითელი რუსეთი და ამას პოლიტიკურად ისევ თავიანთ ორბიტაზე აქცევს და შემდგომში ზოგიერთი აღარ მოექცევა, მაგალითად ფინეთი შეგვიძლია ამის ყველაზე კარგი მაგალითად აღნიშნოთ, მაგრამ 1922 წელს იქმნება საბჭოთა კავშირი. ანუ რო ამბობენ რომ დაემხო რევოლუცია მოხდა და შეიქმნა საბჭოთა კავშირი, 17 წლიდან 22 წლამდე ეს არის 5 წელი მინიმუმ და ამ 5 წლის განმავლობაში ახალმა საბჭოთა ბოლშევიკურმა რუსეთმა აღარ მოუყვები და თავიდან ესერებს რაღაც ეს განვაზოგადოებ. ამ პერიოდში გადაიტანა სამოქალაქო ომი, რაც გულისხმობს თეთრებისა და წითლების, ანუ მონარქისტებისა და ბოლშევიკ ამ რევოლუციონერების ომი, რომელიც იყო უპრეცედენტო სისხლისღვრა, ალბათ სამოქალაქო ომში უფრო მეტი ადამიანია დაღუპული ვიდრე რეპრესიების დროს, უბრალოდ აქ ძალიან დიდი სისხლისღვრა იყო და 1921 წლის 22 წელს იქმნება უკვე საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირში აქ კიდევ მეორე ის უნდა განიმარტოს, რომ საუბრობენ, რომ საბჭოთა კავშირში შევიდა საქართველო. 1922 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდა 3 პოლიტიკური სუბიექტი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ეს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა გახდა საბჭოთა კავშირის წევრი. და საქართველო უშუალოდ პირდაპირ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, როგორც საქართველო რესპუბლიკა, ესე სტალინური კონსტიტუციის შემდგომ, ანუ 1936 წელს დამთავრებული კონსტიტუცია, რომელიც 37 წელს მიიღეს. ხო, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დეტალების ცოდნა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ძალიან ბიუროკრატიულია საბჭოთა კავშირი და ის ამ ბიუროკრატიას ყურადღებას აქცევს. და გარდა ამისა, ეს ფედერაცია და მსგავსი რაღაცები აქ როგორც მოსკოვის ხედვა არსებობს ფედერაციაზე, ასევე არსებობს შიდა აქტორებიც. ნუ გამოვირიცხავთ შიდა აქტორებს და შიდა დინებას რაღაც დონეზე ცენტრი ყოველთვის ითვალისწინებს, იმიტომ რომ ცენტრმა არ იცის რა ხდება დაუშვათ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში არსებულ სოფელ ხაშმში, მაგრამ თბილისმა უნდა იცოდეს რა ხდება სოფელ ხაშმში. ამიტომ ეს ესე თქვათ ძალიან კარგად უნდა იყოს გარკვეული და ეს ესე იყო. 1927 წელი არის გარდამტეხი პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის, განსაკუთრებით სტალინიზმისთვის. აქ ხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იწყება ასეთი აგრესიულად სტალინის პიროვნების კულტის ჩამოყალიბება. მანამდე სტალინის შიდა პარტიულ ბრძოლებშია გართული და 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე დიდად საკუთარი კულტის ჩამოყალიბებისთვის ვერცალია, არცალია და არ ვიცი იდეა ქონდა თუ არა, ეგ საინტერესო შეკითხვა ახლა გამიშთა, ამას ვერ ვიპასუხებ. მეორე მხრივ ეს არის ეს კონსტიტუცია, რომელმაც ახლებურად ადმინისტრაციულ ტერიტორიულად მოაწყო საბჭოთა კავშირი. და
ეს არ არის ესეთი შემთხვევითი ამბავი. ამ კონსტიტუციის რეფორმირებას შემდგომში გადაყვა საბჭოთა კავშირი, დაიშალა, იმიტომ რომ ეს 37 წლის კონსტიტუცია რეალურად იყო რამდენიმე მცდელობა და ყველა მცდელობას ხან რევოლუცია მოყვა, ხან პროტესტი, ხან რაღაც, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. აი ჩვენ რო ვამბობთ, აი საქართველოს ესეთია, იქ აფხაზეთი, ეს ყველა 37 წლის კონსტიტუციით განისაზღვრა და ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი საბჭოთა კავშირის შემდგომი ისტორიისთვის. რა თქმა უნდა, მე ამ კონსტიტუციაში ხდებოდა დამატებები, მაგალითად, აი ბალტიისპირეთის ქვეყნები რო ხელახლა მოხდა ოკუპაცია, მე მიამატეს და ასე შემდეგ. იყო, მაგრამ ეს მაინც ფუნდამენტურია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის პერიოდი, როდესაც ორი რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის შემდგომი, ასე კი შოკური პერიოდი, ეს არის ნეპი, რომელმაც ჩაანაცვლა მე კოლექტივიზაცია, სტალინის ინდუსტრიალიზაციის პროექტი და 37 წელს მოხდა, რომ აი კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე გლეხები და ძირითადად ეგრეთ წოდებული კულაკები, რომლებიც გაასახლეს მათი საცხოვრებელი ადგილიდან, მათ გაუვიდათ გადასახლების ვადა და ყველანი დაბრუნდნენ უკან. ხო. და პლუს ამას 26-37 წელი ეს არის დიდი წმენდა პარტიაში. როდესაც ბევრი პოლიტიკური ლიდერი იქნა დაპატიმრებული, გადასახლებული და 37 წელს რეალურად ძველი ბოლშევიკები, არა ძველი ბოლშევიკების საზოგადოება, მხოლოდ და მხოლოდ ვინც ამ პროფესიულად ერკვევა და ან მითხრას მე რო შეგეშალავ, ესე თქვა ძველი ყაიდის ბოლშევიკების ჩანაცვლება ხდება ახალი ტიპის პოლიტიკური კადრები და ეს და ახალგაზრდავდება პოლიტიკური კლასი. ეს რას გულისხმობს? 1917 წელს რო უხეშად 10 წლის იყო ადამიანი, 1937 წელს უკვე ეს არის ადამიანი, რომელმაც გაიარა საბჭოთა სკოლა, საბჭოთა უნივერსიტეტი და დაიწყო საბჭოთა სინამდვილეში სამსახური. ხო, ანუ აქ უბრალოდ ჩემ მაინც დავეზუსტებ, ანუ ის ადამიანი მოვიდა, ესე ვთქვათ, მოიყვანეს, ვინც უკვე სწორედ ისე იყო ფორმირებული, როგორც მას სჭირდებოდათ? ეს უკვე არის საბჭოთა ადამიანი, ეს არ არის ფეოდალურ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც აი ხა დავუშვათ უფრო მეტად რელიგიურია, უფრო მეტად ფეოდალურ სტრუქტურასთან, ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საბჭოთა კავშირამდე ეს არის ფეოდალური სტრუქტურა, სადაც ადამიანების გადასვლა ერთი სოციალური კლასიდან მეორეში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო, ეგ რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამიტომაც ეს შენ უცებ მიიღე ეს საზოგადოება. გარდა ამისა, ეს არის თაობა, რომლებიც არიან პირველად ურბანიზებულები, ძირითადად. ანუ როდესაც დაიწყო ეს სტალინმა რეალურად ეს რურალური, ანუ აგრარული და სოფლური ცხოვრება შეწირა ქალაქების განვითარებას. ეს არის პირველი თაობის მუშების კლასის საზოგადოება, რომლებიც გუშინ გლეხები იყვნენ, ანუ გლეხი, რომელიც ამუშავებდა მიწას, უცებ ხდება დიდი ქარხნის მუშა. და ეს აბსოლუტურად ცვლის ოჯახში სოციალურ სტრუქტურას, იმიტომ რომ მუშა ცხოვრობს უკვე ქალაქში, ის მოწყვეტილია მის ფუძესთან. განსაკუთრებით ჩვენ აქ არ უნდა ვიაზროვნოთ საქართველოს მასშტაბებით, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ უფრო რთული იყო ეს, ან უნდა ვიაზროვნოთ დიდი საბჭოთა რუკის მასშტაბებით, ანუ ადამიანი, რომელიც დაიბადა დაუშვათ ურალში და ის გააგზავნეს ინჟინრად ყაზახეთში. ხო, ის სრულიად მოწყვეტილია. ხო, სრულიად მოწყვეტილია, იმიტომ რომ მას იმ ფუძესთან მხოლოდ წერილები აკავშირებს და ის იქ ფუძდება და ახალ სოციალურ კატეგორიებს. საქართველოში ეს უფრო რთულად მოხდა და ეს კიდევ ცალკე პროცესია, მაგრამ მთლიანობაში საქართველო ამ დიდ ინდუსტრიაში უფრო მიზერულ როლს თამაშობდა, ვიდრე გადამწყვეტს. ამიტომ ესეთი საზოგადოება და ამ საზოგადოებაში იწყება ეს რეპრესიები, რომლებიც ეხება ყველა სოციალურ კლასს და რაც მთავარია, ეხება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც. და ეს ეთნიკური ჯგუფები არიან განსხვავებულები, მაგალითად, თუ დასავლეთ საბჭოთა კავშირის საზღვრებს ვიტყვით, დასავლეთ საბჭოთა კავშირის საზღვრების უსაფრთხოებისთვის საბჭოთა კავშირი თვლიდა, რომ პოლონელები იყვნენ ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ საზღვრის მეორე მხარეს, დავუშვათ ბელორუსსა და უკრაინაში საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობდნენ პოლონელები, ну გასაგებია იქ 1920 წლის მერე პოლონეთში ხშირად
ამ ამ ტყის მცველება ჩაასახლეს ყოფილი სამხედროები, რომლებიც ესეთი გამოცდილება ჰქონდათ იარაღის რასაც დიდ პროტესტს იწვევდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ეთნიკური განზომილებაც ჰქონდა. ეს პოლონელები ცხოვრობენ ეს საბჭოთა კავშირისთვის საფრთხის მომქმნელი, ამიტომ დიდი რეპრესიები და წმენდა მიდის პოლონელების წინააღმდეგ. გერმანიაში იძაბება სიტუაცია 20-იან წლებში და იქ ვერ მოდიან ეს საბჭოთა კავშირის მიერ მხარდამჭერილი ჯგუფები, ამიტომ გერმანელების მიმართ ეს ეჭვი კიდევ უფრო მყარდება და რაც მე 51 წელს დეპორტაციით სრულდება, ფრონტის ხაზთან ერთად ხდებოდა ამ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხის გადასახლება და აღმოსავლეთ საზღვრების შემთხვევაში ანუ იქ დამავიწყდა კორეელები და ჩინელები არ უნდა გამოგვცეს, იმიტომ ეს დიდი საზღვარია, იქით იაპონელებიც და კურილის კუნძულები კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის აქ ამ პერიოდში. აქ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში აქ არის ირანთან და თურქეთთან საზღვარი, რომელიც ასევე პრობლემურია საბჭოთა კავშირისთვის. საზღვარი უნდა იყოს ძალიან აქტიური. ეს ყველა შეკითხვა, რაც მე ჩამოვთვალე 1937 წელს უცებ დაალაგდა განსახილველად ეს პრობლემები დაგროვდა და ნუ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ესეთი სოციალური ინჟინერია, რასაც ყვება, ნუ მოკლედ მოდი მე ხა დავიწყებ რეპრესიებს და მერე ადამიანები აი ამ რეპრესიების შედეგად მოხდება ამ პრობლემების მოგვარება. და ამიტომ ეწოდება ამ პერიოდს დიდი რეპრესიები, თორე ხა ვიღაცამ რო შეხედოს რაოდენობრივი მაჩვენებლით ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი ეთნიკური ჯგუფის გადასახლება ლამის ნახევარი არის 37 წლის რეპრესიების, მაგრამ აქ არა რაოდენობაზე, არამედ განსხვავებულ სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებზეა საუბარი. და კლასობრივზეც, იმიტომ რომ წმენდა პარტიაში ეს უკვე კლასობრივი იმით არის განპირობებული. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი. და გარდა ამისა, ეს არის პერიოდი, როდესაც აი ამ დიდი ოპერაციის დროს ადამიანი სვამს თავარ შეკითხვას რა იცის 20 წლის ჩეკისტმა, ვინ იყო აი ეს დაუშვათ ყოფილი მენშევიკი, როგორც მაშინ ეძახდნენ, გრუზმეკი, ანუ ქართველი მენშევიკი, გრუზინსკი მენშევიკი, ანუ 20 წელს არ იცის ხო? 18 წელს პატარა იყო, ეხლა უცებ იმას აქვს. პრობლემა აი აქ უკვე ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ საბჭოთა კავშირი არის სახელმწიფო, რომელმაც დაიწყო კატასტროფულად დიდი მასალის შეგროვება საკუთარ მოქალაქეებს. თვალთვალი მიყურადება? არა მარტო თვალთვალი და მიყურადება. როგორც კი ქვეყანაში გამოდის ბევრი ოფიციალური დოკუმენტი, როგორც არის პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მიწერის მოწმობა, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ერთი შეხედვით აწესრიგებს ყოველდღიურ ცხოვრებას, მეორე მხრივ ეს აძლევს სახელმწიფოს ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდეს შენზე. 1908 აი ამ პერიოდამდე 20-იან წლებამდე ესე არის. რასაკვირველია სახელმწიფოს მიზერული ინფორმაცია ჰქონდა მათი მოსახლეობის შესახებ. აი თუ ჩვენ ახლა აი ჟანდარმერიის ბარათებს გადავხედავთ, ამ ჟანდარმერიაში ამ პოლიტიკურად აქტიური ან კრიმინალი ადამიანი უნდა ყოფილიყავი, რომ მოხვედრილიყავი. დანარჩენი მოსახლეობის შესახებ სახელმწიფოს აი ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. საბჭოთა კავშირმა ეს დაიწყო, რით მათ შორის ეს პასპორტების გაცემით იმას სხვა მიზანი ჰქონდა, რა თქმა უნდა. რა მიზანი ჰქონდა? ნუ პასპორტების გაცემა ეს იყო ერთი მხრივ დამაგრება მოსახლეობის სოფლად და მეორე მხრივ აღრიცხვა მოსახლეობის, მაგრამ მეორე მხრივ ამ ინფორმაციას, ანუ სახელმწიფო სჭირდება ყოველთვის ინფორმაცია მოსახლეობაზე, მაგრამ მან თავარი შეკითხვა არის, როგორ გამოიყენებ შენ ამ ინფორმაციას. ამიტომ საბჭოთა კავშირმა ეს დაგროვებული ინფორმაცია უკვე შემდგომში გამოიყენა სხვანაირად. ამიტომ არის, რომ ამ ოპერაციას ჩეკისტები ეძახდნენ კულაცკაია ოპერაცია, ანუ კულაკური ოპერაცია, რატო? პირველი სამიზნე ჯგუფი, პირველი ბრძანებით იყო კულაკები, ყოფილი, ასე ვთქვათ, შეძლებული გლეხები, ან ისინი, ვინც გადიოდნენ შეძლებულ გლეხებში, იმიტომ რომ გადიოდნენ რას ნიშნავს? გადიოდნენ გეტყვით, იმიტომ რომ ეს შეძლებული გლეხის კრიტერიუმი საქართველოსა და დაუშვათ ვოლგისპირეთში ან უკრაინაში სხვადასხვა. მაგალითად საქართველოში უკრაინაში შეძლებულ გლეხად ითვლება აი ამ ბრძანების მიხედვით თუ არ ვწდები 10 ან 15 ჰექტარი მიწა ვისაც აქვს.
10 ან 15 ჰექტარი მიწა ქართველ გლეხს ცხოვრებაში არ ქონია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იმიტომ რომ აქ მიწები უბრალოდ ფიზიკურად ცოტაა. ამიტომაც აქ რა თქმა უნდა ეს კატეგორიას იმის კულაკების იყო ძალიან დაბლა დაწეული. გარდა ამისა, ხო მაგალითად კახელი გლეხი ან დედოფლის წყალროელი, რომელსაც ეს მიწა აქვს, ამას კი აქვს ბევრი მიწა, მაგრამ ეს არ შეიძლება შეედაროს დავუშვათ ხევსურს ან ფშავს, რომელსაც ყავს ათასობით ან ათასობით ისეთი ასობით ცხვარი. ამიტომ ეს ხდებოდა დაკონკრეტება ამისი ზუსტად რესპუბლიკების მიერ. იმიტომ შეხო ვერ შეედრები იგივე ცხრების რაოდენობით, აი ეს ცხრების რაოდენობა საქილიკოდ მიიღებს მსვენელი, ეს განსაზღვრავს ქონებას და ადამიანის სტატუსს. მაგალითად, როგორც ცენტრალურ აზიაში მომთაბარე ყაზახეთში მცხოვრებ ხალხს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი დიდი რაოდენობა არის ამ საქონლების. ამიტომაც ეს ყველაფერი ხდებოდა ამათი დაკონკრეტება. რესპუბლიკები განსაზღვრავდნენ ამას და არა მოსკოვი. მოსკოვი ამაზე ჰქონდა თავგზა აბნეული, ვინ იყო კულაკი, ვინ არა და ამიტომაც ვამბობ, რომ აი ადგილობრივი რესპუბლიკების პატიოსნებას და გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ამას ეყრდნობა მოსკოვი, სხვა ალტერნატიული ინფორმაციის და იდეის მიმწოდებელი მათ არ ყავს და რესპუბლიკას ყოველთვის შეუძლია შეაცვლევინოს მათ საწინააღმდეგოდ ან მათ რაც არ უნდათ ის გადაწყვეტილება და ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა. ამიტომ არსებობს ცენტრი, მაგრამ რესპუბლიკა არის ძალიან ავტონომიური და ძალიან ბევრ ამის განსაზღვრა შეუძლია და ტყუილია, რომ აი უსიტყვოდ სრულდებოდა მოსკოვის ბრძანებები, არ სრულდებოდა, მანამდე შეგეძლო ბევრი რამე გაეკეთებინა. თუ გინდოდა. მაგალითად ეხლა მოსკოვს რომ დაემყოფილებინა ლავრენტი ბერიას მოთხოვნა ლიმიტებზე, დღეს მსხვერპლი იქნებოდა ალბათ ორჯერ მეტი ან სამჯერ. იმიტომ რომ ეს უფრო ბევრ მსხვერპლს ითხოვდა და ის უფრო უმცირებდა რაოდენობას. ის ვინ? მოსკოვი. უმცირებდა რაოდენობას და ბერიას უფრო მეტი მსხვერპლი უნდოდა. ხო, ბერია უფრო მეტს ითხოვდა, უფრო ბევრს დაუხრეტაო აქო და მაშინ თუ ეხლა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ არის მეტი მსხვერპლი, მაშინ ეჯიბრებოდა ვინ უფრო ბევრს იმას დახრეტდა კონტრრევოლუციურ მოღვაწეს. ამიტომ ეს პირველი მეორე ნაწილი და თუ პირველი ნაწილი ეხლა რომელიც აპელირებულია ძალიან კარგი იქნება თუ წინასაც ჩავხედავთ ყველა შემავალი რესპუბლიკები, იმიტომ რომ იქაც კარგად ჩანს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების გამო ადგილობრივი ელიტა იყო მზად უფრო დიდ მსხვერპლზე წასულიყო, ეს მას არანაირ პრობლემას არ უქმნიდა. ამიტომ ისევ რომ არ გაგვექცეს სიტყვა 57 წელს. ამიტომ აი ესეთი დიდი კონტექსტი იქმნება აი ამ რეპრესიების და თავიდან ეს რეპრესიები რო დაიწყო, მას სასამართლო ორგანოები განსაზღვრავდნენ, ანუ სამხედრო კოლეგია, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია ახდენდა სასამართლოების განხილვას, საქმეების, მაგრამ იმხელა რაოდენობა იყო, რომ ეს სასამართლო ვეღარ აუდიოდა ამის პროცესუალურ ნორმებს და ამიტომ შექმნეს სამეულები. რომ დროზე მომხდარიყო, იმიტომ რომ იქ ციხეები გადაიტვირთა დაპატიმრებებით და რა თქმა უნდა, საჭირო იყო ორგანო, რომელიც ამას სწრაფად, ანუ კონვეირული წესით განიხილავდა და რამდენიმე წუთი იყო საჭირო. და აი ეს კულაცკაი ოპერაციაზე როცა ვსაუბრობ, ჩეკისტები რო შევიდნენ, აი მანდ აღმოაჩინეს პირველად ეს ქაღალდები და უცებ სახელმწიფოს მიერ შენზე არსებული ინფორმაცია ხდება შენს წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ რომ იქ შენ გაქვს სოციალური სტატუსი, მითითებული ყველაფერი აქვს შენზე სახელმწიფოს. რა კრიტერიუმით არჩევდნენ? ანუ აი რა უნდა წერებოდა ამ ყოფილი კულაკი, მორჩა. დავშო. მორჩა ეს უკვე საფუძველია და ეს ჩეკისტი იღებს ამას და მიდის და უკვე იწყება გამოძიება. ნუ ამ შემთხვევაში შენს წინააღმდეგ მოქმედებს შენი სოციალური სტატუსი. ნუ მერე შენს წინააღმდეგ სხვადასხვა დროს უკვე იმოქმედებს ეთნიკური კუთვნილება, იმოქმედებს პარტიული კუთვნილება, ადრე იყავი თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში რევოლუციამდე. რას აკეთებდი? ძალიან საინტერესო ფორმულირება იყო, რას აკეთებდი მენშევიკური დიქტატურის დროს საქართველოში. ესეთი ფორმულირება იყო. ანუ ეს ყველაფერი უკვე შენს წინააღმდეგ მოქმედებს და თან არ უნდა შეგვეშალოს 37 წლის ეს პერიოდი, ეს არ არის ერთი ბრძანების დომინირების პერიოდი. ეს ერთი ბრძანება, რომ წავიდა, მერე თქვეს, რომ აი ახლა ეს ბრძანება აღარ მოგწევს, მოდი ახლა ამას მივაწიოთ მეორე ბრძანება, მესამე, მეოთხე და ამიტომაც ეხლა რომ შევხედოთ დოკუმენტების კრებულებს გამოცემულს, აი ამ სისქეებია, იმიტომ რომ
მთელი რიგი ეს არის ბიუროკრატიული პროცედურების ნაკრები. ხო, და ანუ ემატებოდა ეს ბრძანებები და მე რა მაინტერესებს იცი, აი შერჩევითად ხდებოდა მანდაც? აი შევიდოდნენ მაგალითად, არ ვიცი, რაღაც ოჯახში, წაიკითხავდნენ დოკუმენტს, ოჯახში არა. შინაგან საქმეთა სახალხო სახალხო კომისარიატის მერვე განყოფილებაში ეს იგივეა რაც კარტოთეკა, ანუ იგივეა რაც არქივი. არქივში ხდებოდა ამათი დამუშავება და არქივი ხდება, ანუ სახელმწიფო შენზე არსებული ინფორმაცია ხდება შენს წინააღმდეგ. და იქ შერჩევითი ხდებოდა, იმიტომ ხო, ეგ მაინტერესებს. რეალურად აი აქ ჩდება ძალიან საინტერესო რამ, რომ ეს დოკუმენტები ესეთ პატარა ქაღალდზე ესეთ ჩალაგებული, ხო? ამ დოკუმენტს იღებს ჩეკისტი. ანუ ჩეკისტს უცებ თვითონ ვერ აცნობიერებს რამხელა ძალაუფლება უვარდება ხელში, იმიტომ რომ იმ წუთას მას შეუძლია ბერიაც მოატყუოს სტალინის და საბჭოთა კავშირის, უცებ დახუროს და თქვას, რომ ეს არ მინდა და ამას ავიყვან. ეს ის წყვეტს. ამიტომ არის ეს ავტორიტარული რეჟიმი საშინელი, რომ ესეთი ჩეკისტი, რომელიც რბილად რო ვთქვათ, განათლებით არ ბრწყინავს და მორალური კატეგორიებითაც არ არის ძალიან მაღლა, ასეთ ადამიანს უადარდება ხელში ძალაუფლება, როდესაც მას შეუძლია გადაწყვეტოს ადამიანის ბედი. ის არის ყველაზე დიდი განმახორციელებელი რეპრესიის. ამათმა კი დაგეგმეს, მაგრამ ეს ბრძანება დაბლა ჩამოვიდა. ამიტომ ამ ჩეკისტებს ვერ აკონტროლებენ. რეპრესიების მთელი საშინელება მდგომარეობს იმას, რომ შენ ოდესღაც რეპრესიული აპარატი გაგექცევა ხელიდან, იმიტომ რომ ჩეკისტებს უვარდებათ დიდი ძალაუფლება და ამას ვერასდროს ვერ გაიგებს სტალინი. ანუ სტალინისთვის სულ ერთი იყო ისევ ხაშმი, სადაც რეპრესიები შეეხოთ და მე ამაზე ვიმუშავეთ, ამიტომ მეტნაკლებად მაქვს ინფორმაცია. ხაშმში ვინ ვის დაიჭერდა, ეს სტალინს საერთოდ არ აინტერესებდა. თავარი იყო რაოდენობა იმისთვის, ამ შემთხვევაში ხო, რა ვიღაცები ვინც აინტერესებდა, ის თავისი სია ჰქონდა, მაგრამ ამ ხაშმის შემთხვევაში ამას უკვე რიგითი ჩეკისტი წვეთდა. და რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში რიგითი ჩეკისტი არ იღებდა სასიკეთოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებას, ხო? კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ეგეთი რამე ისტორიას ახსოვს? კი, როგორ არა, არის რაღაც მოგონებები ჩეკისტების, რომლებმაც თქვეს, რომ ის ნახე და ჩავხურე უკან. ანუ იქაც მნიშვნელობა აქვს, აი ჩეკისტი როგორ განწყობაზე, ამიტომ შეუძლია ერთი მხრივ ჩახუროს და გადაავლოს, მაგრამ შეუძლია მაგალითად ერთ-ერთი გადასახლებული იგონებს, აღარ მახსოვს სახელი და გვარი, რომ გამოვიდა გადასახლებიდან, წავიდა სადალაქოში, საპარიკმახეროს რასაც ვეძახით და აქ უცებ შეეჩეხა ყოფილ ჩეკისტს, რომელმაც ის 20-იან წლებში დაიჭირა და ამან თქვა, შენ დაბრუნდი და სახში მივიდა თქვა, რომ მე ვნახე ეს ურუშაძე, ჯგვარად ჩეკისტი იყო ურუშაძე, დათიკო ურუშაძე და სავარაუდოდ დღე-დღეზე დამიჭერენ, იმიტომ რომ ის რო არ შეხებოდა იმ დათიკო ურუშაძეს, ეს გადასახლებული ეგონა, მაგრამ შეეჩეხა, ეს უკვე იმ კატეგორიაში გადავიდა, მართლა ერთ კვირაში დაიჭირეს. ამიტომ ამ რეპრესიებზე ის რო სჯელობები ხანდახან უსინდისობაა, იმიტომ რომ აი ესეთი როგორ გითხრათ, ბანალურ ყოველდღიურობას შეუძლია შენი ცხოვრება განსაზღვროს. და ვერაფერს ვერ უშველე ხო, ვერც წახვალ, იმიტომ რომ უფლება არ გაქვს, მინუს კატეგორია გაქვს, ანუ განსაზღვრული გაქვს, რომელ ქალაქებში არ შეგიძლია შესვლა. ქალაქების და მიწერის ადგილის დატოვების უფლება არ გაქვს, ამაზე სახმართველის ცნობა გჭირდება და ეს სახმართველი შე შემთხვევაში მილიციის თანამშრომელია, ან მასთან დაახლოებული პირი, ანუ სრულიად ხარ შებოჭილი. ხელში ხელწაჭერილი და არანაირი შანსი არ გაქვს და ამიტომ ეს ჩეკისტებს რეალურად ბევრი რამე შეუძლიათ შეცვალ. ნუ შეიძლება ბევრმა შეცვალა კიდევაც და ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია აღარ გვაქვს, მაგრამ შეუძლიათ ძალიან ყოჩაღათაც იმუშაონ, ანუ რაც საჭიროა და არასაჭიროა, იმდენით, მაგრამ ეგეც იყო, იმიტომ რომ ბევრი ჩეკისტი ეს მიყვებოდა, იმიტომ რომ ეს მათ კარიერას განსაზღვრავდა. ისეთია. ანუ აი მან მინდა რომ რაღაც ისტორია გავიგო, რომ ხო აი ჩეკისტებმა გააკეთეს ესეთი რომ თქვათ ჩახურეს ის და არ გაუშვეს რაღაც გადასახლებაზე ან იმაზე ან ამაზე, მაგრამ ნუ ისტორიაში რაც ვიცით, ეგ ვიცით ხო? რაღაცა ისტორიის ნაწილები, რომელიც გადმოცემული არ არის თუნდაც ზეპირს სიტყვიერად, ეგ არ ვიცით. გამოხდა. ხო, მან გშველის მემუარები. მაგალითად ერთი ძალიან კარგი მემუარებია 37 წლის, სადაც ეს ადამიანი დააპატიმრეს
ციხეში ყავდათ და ეს აწამეს, ამან აღიარა ყველაფერი და ერთ-ერთი ჩეკისტი რაჩიკოვიანი, რომელთანაც ეს კაცი მგალობლიშვილი, მიხეილ მგალობლიშვილი მოსკოვში იყო კულტურის დეკადაზე, ურთიერთობა კარგი ჰქონდა და რო დააპატიმრეს, მაშინაც იყო ეს რაჩიკოვიანი. ხო და მე რამდენიმე ხნის მერე გამოიძახა რაჩიკოვიანმა ეს კაცი თავისთან პატიმრობაში და ეს კაცი ყვება რომ მოუკვდიო, ვიფიქრე, ეხლა ისევ იგივე უნდა გამატარონ ეს დამცირება, ცემა, უბედურება და ავიდა და რაჩიკოვიანმა ახარა რომ მიშა მომილოცავ, შენ გადარჩი, შენ 10 წლით გადასახლება მოგისაჯეს. ვაიმე. ხო, ანუ ერთი მხრივ შენ ხვდები ესე თქვათ რაჩიკოვიანი, რომელიც ერთ-ერთი ესეთი ძალიან მძიმე ჩეკისტი იყო მაგ პერიოდში მწყაროების მიხედვით, რომელსაც უჩნდება ეს ადამიანური სოლიდარობა, ოღონდ ახლა მიშა მგალობლიშვილისთვის ეს არც სოლიდარობა და არც არაფერი, ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. ხო, მოკვდა ეს კაცი სანამ მევიდა, ხო, მიუვიდოდა ეს ქაღალდი, მაგრამ ამან ეცადა რომ რაღაც აი ამით, ხო. ამიტომ ეს ადამიანური ქცევებიც ხშირად ესე სხვადასხვანაირად განსაზღვრავს ამ ყველაფერს და ბევრია, როგორ გითხრათ, მსხვერპლის ოჯახი ყოველთვის რეპრესიებს ხედავს მისი წინაპრის პრიზმიდან. და რასაკვირველია, ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს, ამიტომ ხშირად ეს ბედი ერთნაირიც არის, ხშირად რადიკალურად განსხვავებულიც არის და აქ არის საჭირო უკვე ან ჟურნალისტი, ან მწერალი, ან ისტორიკოსი, რომლებიც ამას განაზოგადოებენ და მთლიან პროცესში აჩვენებენ, იმიტომ რომ საუბედუროდ, რა თქმა უნდა, თითოეულის ბედი მნიშვნელოვანია და ეს საჭიროა რომ ვიცოდეთ, მაგრამ მთლიან პროცესში არის ეს ბედი დასანახი და არა ინდივიდუალურად. ეს ინდივიდუალურად კარგია მაკროისტორიისთვის, მაგრამ მთლიანი პროცესი არის მნიშვნელოვანი. მან განაპირობა ამ ადამიანს, ანუ სისტემამ განაპირობა ადამიანების ყოფა ამ ყველაფერში. კი ბატონო, აი ეს წმენდა რომ დაიწყო, ხო, მიდიოდნენ კულაკებთან ამასთან. მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი რა იყო? რომ იყვნენ, თქვათ, მოწინააღმდეგეები, რომ რაღაც პარტიაში იქონათ, იმიტომ რომ აქ ხომ ინტელიგენციასაც დაერიენ და გადაასახლეს და მე რა ვიცი, მოკლეს ასე შემდეგ. ანუ მთავარი ფაქტორი რაზე იდგა? ხო, ამას ვერ იტყვი ესე მთავარი ფაქტორი რა არის? მთავარი ფაქტორი არის, რომ ჩვენ ვებძვით ანტისაბჭოთა ელემენტებს და ხალხის მტრებს. ეს ანტისაბჭოთა ელემენტი და ანტისაბჭოთა ელემენტი, კონტრრევოლუცია და ხალხის მტრობა, ეს არის სამი კრიტერიუმი, რომელიც ამ ყველაფერს მოიცავს. ამის შემდგომ ხდება ამ ყველაფრის ჩამოშლა. და ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზაც მოგვარებული აქვს საბჭოთა კავშირს, ეს არის საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის 58 მუხლით, მთელი თავიანთი პრიმა მუხლებით. ეს არის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური მუხლი და 58 მუხლით თუ გაგასამართლებდნენ, ორი შანსი ჰქონდა, ან გადასახლება, ან სიკვდილი. ხო. ეს 58 მუხლი რას მოიცავდა? ყველაფერს, რაც იყო, ესე ვთქვათ, პოლიტიკური, ეს ანტისაბჭოთა მოქმედება, უცხოელებთან ჯაშუშობა, ბელადის წინააღმდეგ შეთქმულება, ძირგამომთხრელი საქმიანობა და ასე შემდეგ. თან ეს ფრაზები ყველაფერი ისეა დაწერილი, რომ ყველაფერს შეიგიძლია მიუსადაგო. ანუ საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი გაძლევს შენ ფართე ინტერპრეტაციის საშუალებას და არ გაძლევ, ანუ ჩეკის და გამომძიებელს შეუძლია ყველაფერი მოგისადაგონ, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ არის იმპერატიული. ის არ გეუბნება, რომ ეს არის, ეს არ არის. გაშალე ფრთები, ძვირფასო პროკურორო და ბატონო ჩეკისტო, რაც გინდა გააკეთე, მით უმეტეს თუ ეს სისხლის სამართლის პროცესუალური ნორმები მაშინ ძალიან ფეხქვეშ არის გათელილი. ამის გამო დაიჭირეს ჩეკისტები მერე 10 წლის მერე. 10 წლის არა, 16 წლის მერე, იმიტომ რომ პროცესუალურ ნორმებს არ იცავდით, თორე არავის არ უთქვამს საბჭოთა კავშირში 37 წელი სახელმწიფოს მიერ დიდი შეცდომა იყო, ან დანაშაული იყო, არა. ჩეკისტები დაიჭირეს პროცესუალური ნორმების დარღვევის გამო და რეპრესიები თქვეს, რომ ეს პიროვნების კულტის გამო იყო, თვითონ რომ ანუ ეს რა ჩავიდინე და როგორ გავაკეთეთ, მსგავსი რამე აღიარება, ესე ვთქვათ, არ ყოფილა. ზრდილობის გამოც კი არ გაკეთებულა. მათ შორის არც
გორბაჩოვის პერიოდში. ეს არ მომხდარა და ვერც ერთი დოკუმენტი ამას ვერ აჩვენებს. ეხლა სხვა ქვეყნებშიც იყო გენოციდები და სხვა ქვეყნებშიც იყო ბევრი რამე, მაგრამ იქ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის გამოც იყო აღნიშნული და ნათქვამი, რაც უშველიდა იმ ადამიანებს, ხო? ან თქვეს რომ ეს შეცდომა იყო, არ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც. აქა ესეთი რამე არ მომხდარა. ვიღაცა ყოველთვის არის დამნაშავე და ეს არის პიროვნება და არა სისტემა. ხო, ეგეც საკმაოდ ტრამბული რაღაცა არის, რომ აღიარება მაგისი არ მომხდარა. თუმცა იმ ადამიანების ოჯახებისთვის, ვისაც ეგ ყველაფერი შეეხო. ეგ ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქ არასდროს არ მომხდარა ის, რაც ჰანა არენტი წერს, ხო, ანუ სისტემა ქმნის ამას, სისტემაა პრობლემა, სისტემა თუ ამ ლოგიკით ეს აიხმანი მართალეაო, ხო? ანუ ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ამბობდა, რომ აიხმანი არ დავიჭირო და არ გავასამართლო. არა, უბრალოდ აი სისტემა არის დამნაშავე და აქ არასდროს არ ვთქმულა, რომ აი ამ სისტემაში ყველა პატიოსანიც და ცუდიც ერთად მოქმედებენ, ამიტომ სისტემაზე ვიმშელოთ. არა, აქ ყოველთვის პიროვნებაზეა მიმული. ის იყო დამნაშავე, თუ დანარჩენი ეს არაფერი. ხო. ანუ სისტემაა მნიშვნელოვანი. მესმის. ქართველი გამომძიებლების ხაზანის, სავიცკის და კრიმიანის შემთხვევები. თუ კვლევა გაქვთ ამაზე, გაქვთ გაკეთებული, ხო? თუ როგორ დამოვიკითხე. ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა мотивация ჰქონდათ რა ამ წმენდებში როცა იღებდნენ მონაწილეობას. ანუ მე მაინტერესებს ამ ადამიანების мотивация ის იყო იდეოლოგია, ის იყო შიში, თუ აი რაზე ეფუძნებოდნენ. ხო, სავიცკი და კრიმიანი კაია რომ ახსენეთ, იმიტომ რომ იმ ადგილას სადაც ჩვენ ვართ ეხლა დინამოს სტადიონზე, აქ ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ანუ ფეხბურთელები იყვნენ იმაში თბილისის დინამოსი. ხაზანი არ იყო. ოფიუმ მე ყოველ შემთხვევაში წყარო არ მაქვს, შეიძლება იყო, მაგრამ ესენი არიან ძალიან საინტერესო გამომძიებლები, რატო? ესენი არიან გამომძიებლები, რომლებიც ითვლებიან ყველაზე მაგარ გამომძიებლებად 37 წელს. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებას. იმას აღიარებით ჩვენებას. ხო. ანუ მაშინ მაგარი გამომძიებელი იყავი, თუ სწრაფად მიიღებდი აღიარებით ჩვენებას და მე სხვა საქმეს დაგაწერნენ. ეს შენს გავლენებს ზრდიდა შინ საქმეში, შიგნით. ამიტომ აი ამ ეკოსისტემას, რომელსაც ჩვენ ძალადობის ეკოსისტემას ვამბობთ, ეს ყველა ადამიანი ძალიან მარტივად შეეგუა. კრიმიანი, სავიცკი და ხაზანი არიან ადამიანები, რომლებიც მე 55 წელს დაიჭირეს და გაასამართლეს. და ამიტომ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ეს, რომ ხაზანი 38 წელს დაიჭირეს თავად. იმიტომ რომ ხაზანი იმდენად გაუტია, რომ საკუთარ თანამშრომლებზე დაიწყო ინფორმაციების შეგროვება და შინსახკომის შიგნით ცდილობდა უკვე გავლენის მაღლა მოპოვებას და ეს შინსახკომი ამ პერიოდში არის ძალიან კაცრად სტრუქტურირებული. შენ გინდა თუ არ გინდა რომელიმე ჯგუფს დაჯგუფებას ან კლანს ეკუთვნი. ამ კლანის შიგნით არის მკაცრად იერარქიზებული სისტემა. არის კლანის რაოფიციალური ხელმძღვანელი და მერე არის დაქვემდებარებული ტიპები. ხაზანმა ეს სისტემა დაარღვია ზუსტად, ანუ დაარღვია აი ეს ბალანსი აი ამ კლანებს შორის და სავიცკიმ და კრიმიანმა დაიჭირეს. ხო, აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე სისხლის სამართლის საქმეში ჩანს, რომ ანუ იმდენად გაუტიეს, რომ ამათ დაიჭირეს. ხო, და ამიტომ ესე. რატო გაუტია? შინსახკომის თანამშრომლებზე დაიწყო კომპრომატები. ხო და რატო უნდა რომ ეკეთებინა? ეს უკვე არ ვიცი, ალბათ მისი პირადი ის იყო გადაწყვეტილება. როგორც წესი, ალბათ მსგავსი ადამიანები ერთდროს ფიქრობენ, რომ მათ ძალიან ბევრი შეუძლია და ძალიან ბევრი შერჩებათ. და როცა აი ამ ზღვარს გადავა წითელ ზღვარს, მაშინ უკვე მათ წინააღმდეგ ხდება ის, რაც ხდება. ამიტომ ეს რეპრესირებულ სისტემას ყოველთვის ახასიათებს ეს, რომ ვიღაცა უნდა შეეწიროს, იმიტომ რომ ამ სისტემაში იწყებს ფართხალს. და ამ სისტემაში იწყებს ფართხალს, მას დამოუკიდებელ თამაშის დაგეგმვას არ გამოსდის ეს და მერე ამას ეწირება. მაგრამ ხაზანი მერე გადასახლებაში იყო. მერე ლექციებს უკითხავდა საბჭოთა, მე მგონი კომუნისტური ადამიანის მორალის შესახებ თუ რაღაც მსგავს ამას მორალურ ეთიკურ საკითხებზე 40-იან წლებში. ეგეთი არსებობდა საერთოდ. კი, და მერე მისი მთავარი ნახევარი მისი დამნაშავე დაჭერილი ხალხი, იმიტომ გაასამართლა, რომ უცხოეთთან ჰქონდა კავშირიო და მერე აღმოჩნდა, რომ ბიძამისი შანხაის უნივერსიტეტის პროფესორიც იყო. ამიტომ
ხაზან სამუელისძე, ესეთი უცნაური კაცი იყო, ისი ფოტოც სხვათაშორის ახლახანს არ მქონდა ნანახი ფოტო და მე ახალი დაუდიათ და ერთ-ერთ პოდკასტში ვამბობ რომ ვიზუალურად არ ვიცი თქო 1-2 თვის წინ ჩაწერილში და ეხლა ვამბობ რომ ვიცი, იმიტომ რომ მე პოდკასტის მერე გამომიგზავნეს ეს ფოტო და ესეც ისეთი დოკუმენტებია რომ აი დღევანდელი ინფორმაცია განახლებადია რა, ხვალ შეიძლება უკვე ვიღაცამ დადოს და თან ამ ინტერნეტ სივრცეში კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება, იმიტომ ძალიან ფართედ განხილვადი თემები არის. ამიტომ ეს ხაზანი სავიცკი კრიმიანი აქვე მივამატებდი ასევე დახვრეტილ ლევან აბაშიძეს ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც თურმე კარიერულად ისე იზრდებოდა, რომ უკვე შეეშინდა მისი ბოგდან ქობულოს, რომელიც იყო ბერიასთან ძალიან დაახლოებული და ანუ ის არ დაახლოებოდა ის ლევან აბაშიძე მის ადგილას არ მოსულიყო, ამიტომ დროზე მოაშორეს, ამიტომ ეს მონოლითური სისტემა შინსახკომის, ამას ხშირად ვამბობ, არ არის რეალურად მონოლითური, შიგნით არის ჩვეულებრივი სამოქალაქო ომი და ერთმანეთთან და არავის არ უხარია ერთმანეთის წინსვლა და ეს დაპირისპირებები იქ არის დავუშვათ სერგო დავლიანიძის კლანი, იქ არის ბოგდან ქობულოვის კლანი და დანარჩენების კიდევ ესენი ერთმანეთთან არიან საშინლად დაპირისპირებული. ჭამენ ერთმანეთს, ხო? ჩვეულებრივად ჭამენ ერთმანეთს და აი ეს ბერია და სერგო გოგლიძე და ესენი ამ ყველაფრით ლავირებენ. ამ დაპირისპირებაზე დგას მათი ძალაუფლება. არა მტრების წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ მტრების ჭყალებში, არამედ აი შიდა დაპირისპირებაში. ანუ აწყობდათ მათაც, რომ ესე ყოფილიყო და შესაბამისად მათ შექმნეს ეს სისტემა. ხო. კონკრეტულად რომელი ეთნიკური ჯგუფები იყვნენ სამიზნე და რა მეთოდებით ხორციელდებოდა მათ წინააღმდეგ რეპრესიები, ეგეთი კითხვა მაქვს. ეროვნული ოპერაციები არის სხვადასხვაგვარი. ნუ ყველაზე დიდი ოპერაციები ესე რომ მოვყვეთ, ეს არის კორეელების წინააღმდეგ ოპერაცია, იაპონელების წინააღმდეგ ოპერაცია. ნუ გასაგებია, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა. მერე გადმოვიდეთ აქ დასავლეთ პოლონელების წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგ, ბერძნების წინააღმდეგ. სკანდინავიის ქვეყნების წინააღმდეგ, ესტონელების, ბალტიისპირეთის კაცრავად, ესტონელების, ლიტველების, ლატვიელების წინააღმდეგ, ამას ხან ბალტების წინააღმდეგ ოპერაცია, ან ბალტიელების წინააღმდეგ ოპერაციას ეძახიან, ხან ესტონელების, მაგრამ ერთ და იგივე, ანუ ამათ აერთიანებენ როგორც წესი, თურქების, ირანელების, ირანელების, ნუ გერმანელების თავისთავად და ასე შემდეგ. ანუ დიდია ეს სპექტრი. ამათი წინააღმდეგ მოტივაცია არის ორი. პირველი, საზღვრები, საცხოვრობენ, რაც უკვე აღნიშნე და მეორე, აქ ცხოვრების ეთნიკური უმცირესობებს აქვს თუ არა კავშირი საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოსთან. ანუ შინსახკომი დაინტერესებულია ეს ახლა თუ ადამიანი ამბობს რომ მე ვარ სიტყვაზე შვედი, მაგრამ არანაირი კავშირი არ მაქვს შვედეთთან და შინსახკომს არ აქვს ინფორმაცია, რომ ის წერილებს არ იღებს, არაფერს არ შვება, ასე შემდეგ საბჭოთან ხაკ, ოკეი, არაა პრობლემა. მაგრამ თუ წერილი მიიღო ან რაღაც, ანუ მისთვის მნიშვნელოვანია ეს ეროვნების ეს ოპერაცია არის, რატო? რა ინფორმაცია შემოაქვს და რა ინფორმაცია გააქვს მას საბჭოთა კავშირიდან. აი ამ საფრთხეს ხედავს შინსახკომი. ამიტომ მათ წინააღმდეგ თავიდან შეიქმნა ეგრეთ წოდებული ნაციონალური ორეულები, რომლის ერთი მხრივ რომელსაც ორი ადამიანი განსაზღვრავდა, მათ ბედს, ეს იყო გენერალური პროკურორი ვიშინსკი და მეორე იყო შინსახკომის მერვე განყოფილების უფროსი დამავიწყდა ფრინოვსკი. ანუ ეს ორი ადამიანი საზღვრავდა ამათ ბედს, ეს იყო დაპატიმრება, ეს იყო დახვრეტა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ პროცენტულობა პირიქით არის, დახვრეტა პატარაა რაოდენობრივად ამ ორეულების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირიდან გასახლება, აქ მრავალფეროვანია უფრო. ბევრი არის ძალიან გასახლება, ანუ გავიყვანოთ, გავყაროთ აქედან და მოვიშოროთ. ანუ თავარი მაინც დახვრეტა არ ქონდათ მაგათი არა, ეს ისტორიის დასაწყისია მხოლოდ. იმიტომ რომ მე სამეულებმა რო დაიწყო მუშაობა, ეს კატეგორიის ადამიანები გადავიდნენ სამეულებში. ანუ ეს დაპატიმრებულები ვეღარ ახერხებდნენ ეს ფრინოვსკი და ვიშინსკი ამ ყველაფრის გაკეთებას და ამიტომ
ესენი გაჩერდნენ, გადასცეს ეს სიების სამეულებს, ვინც ორეულმა ვერ გაასამართლა და უკვე სამეულებმა აქ ჩვეულებრივ წესით გააგრძელეს მათ წინააღმდეგ მუშაობა და მერე იყო 1938 წელს რო ეს ძირითადი ოპერაციები დასრულდა, დარჩა აი ამ ორეულში გამავალი ეთნიკური უმცირესობები ციხეებში. და მათთვის რა უნდა გაეკეთებინათ და ის სამეული ისევ განაახლეს და სამეულმა ბოლო ეტაპზე ნაციონალური უმცირესობები გაასამართლა მხოლოდ და მხოლოდ. გაუქმებული სამეული რეალურად ხელახლა დაიწყეს. ხო, ამ შემთხვევაში საქართველოს შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ ეს სამეული, ანუ რომელიც 38 წლის ოქტომბრიდან მუშაობს, უკვე არა შინსახკომის წარმომადგენელი, გენერალური პროკურორი და ესე ვთქვათ, ესენი არიან ამის წევრები, არამედ ხდება პირველად, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი ხდება შინსახკომის განსაკუთრებული ამ სამეულის თავმჯდომარე და უკვე ჩარკვიანის ქვეშ მიდის ეს ნაციონალური ოპერაციები სრულად. და რატო მოხდა? მანამდე უბრალოდ იყო ესე, რომ იყო მილიციის უფროსი, იყო შინსახკომის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და გენერალური პროკურორი. ეს სამი კაცი შედიოდა, ამიტომ ერქვა ამათ სამეულები საქართველოს შემთხვევაში. მერე ბერია რო გადაიყვანეს მოსკოვში, მან თავისთან წაიყვანა გოგლიძეც და ეს ლუფტი დარჩა და შინსახკომის ნაცვლად პირველად შედის გასამართლებაში საქართველოს კომპარტია და მისი პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, ამიტომ 38 წლის რაღაც სექტემბრიდან რაც ბერია გადავიდა კანდიდ ჩარკვიანი შედის, მაგრამ რეპრესიების ტალღა უკვე დაწეულია დაბლა, მერე ჩერდება ცოტა ხნით, მაგრამ მერე უკვე ამათ რა უყოთო და ამათ ბოლო გაფართხილდა რამდენიმე ასეულ ადამიანზე, იქ უკვე თავიდან ბოლომდე ჩარკვიანი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ფუნქციონერი საქართველოს პირველი პირი ამ დროს მოსამართლეს აი ამ გადაწყვეტილებებს იღებს ეს. არ არის მარტივი ამბავი. მანამდე საქართველოში ეს არ ყოფილა. თუმცა სხვა ოლქებში და რესპუბლიკებში ბევრგან იყო. უბრალოდ საქართველოში არის. ესეთი კითხვა მაქვს შემდეგი. რა იყო რეპრესიების ნამდვილი მიზანი? შენი აზრით. მხოლოდ განადგურება, საზოგადოების გადაფორმირება, არასასრულობის აღმოფხვრის და შიშის მეშვეობით აბსოლუტური კონტროლის დამყარება. მე მგონი ამაზე გავეცი პასუხი, ეს არის სოციალური ინჟინერია, რაც საზოგადოების დისციპლინირებას გულისხმობს. ხო. ანუ ეს იყო მიზეზი. სხვანაირად, ამიტომ იყო ეს არც ერთ ჯგუფს ეხებოდა და არც ეთნიკურ ჯგუფს, ამიტომ მე მგონი ამას უკვე პასუხი გავეცი. სტატისტიკის მიღმა, როგორი მოქმედა წმენდება ჩვეულებრივ ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რა იყო მუდმივი მეთვალყურეობის, თვითნებური დაპატიმრების და საყურელი ადამიანების გაუჩენების ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგი. ამაზეც ნაწილობრივ გავეცით პასუხი, ხო, ეს არის ამ ოჯახ ტრამვა, რომლებიც დაიტოვა. მაგრამ მეორე მხრივ აქ ექსკლუზიურად ქართველებზე რაღაც განსაკუთრებული ამბები არ დაუტოვებია, ეს არ აქვს მნიშვნელობა ქართველს დაემართებოდა ეს თუ ყაზახს, ან თურქმენს, ან ბაშკირს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უკრაინელს, ბელორუსს, ლიტვას. ეს ზოგადად ტრაგედია. აქ არის მნიშვნელოვანი რა ოჯახში ამ ადამიანის დაპატიმრება არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისგებლობა. მთელი ოჯახი ვრცელდებოდა კოლექტიური პასუხისგებლობა, ხო? აქ თავდაპირველად იყო, რომ ცოლებსაც ასახლებდნენ კაცებთან ერთად, გარკვეული კატეგორიის ყველას არ ეხებოდა ეს, ძალიან მოწყვლად ირჩებოდნენ ბავშვები. და ფაქტობრივად უპატრონოთ. კი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი ბავშვთა სახლი გაიხსნა საქართველოში და ხშირ შემთხვევაში გაუმართლათ მათ, ვინც ესეთ როგორ გითხრათ, ესეთ ყოფილ რურალურ ესე არა урბანულ სივრცეებში ცხოვრობდნენ, სადაც ბებია-ბაბუის ინსტიტუტი და ნათესავების ინსტიტუტი არსებობდა. იმიტომ რომ ხშირად იყო, რომ ბებია-ბაბუა მოდიან და ისინი იღებენ საკუთარ თავზე მეურვეობას და ამით ეს ბავშვები გადარჩებიან ბავშვთა სახლებში წაყვანას. ან იყო შემთხვევები, როდესაც ნათესავებიც მოდიან და ნათესავები იღებენ საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას და ისინიც ბავშვებს გადაარჩენენ. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო. იყო შემთხვევები, როდესაც არც ესე არ მომხდა და ბავშვებმა უბრალოდ ბავშვთა თავშესაფარში გააგრძელეს არსებობა, რომელიც
ძალიან მძიმე პირობებთან ასოცირდება. გარდა ამისა, ეს 30-იანი წლების ეს პერიოდი, ეს არის ტოტალური დეფიციტის და ლამის ესეთი გაჭირვების ხანაა. ჩვენ საბჭოთა კავშირის შემთხვევაში აქ არის რამდენიმე შიმშილობა იყო, ხო? 30-იან წლებში ერთი ყველაზე პოპულარული ახლა ეს არის უკრაინა, მერე ვოლგისპირეთში იყო ძალიან დიდი შიმშილი და ყაზახეთში იყო ძალიან დიდი შიმშილი, არანაკლები ვიდრე დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ამ ეს შიმშილი იმით კი არის, ეს შიმშილი იმითაც იყო განპირობებული, ქვეყანას არ ქონდა მათი კვების საშუალება, არ თვეოდნენ ყველაფერს და ამიტომ ეს შიმშილი და დეფიციტი საკვები პროდუქტების ამ დროს ძალიან თვალსაჩინოა. ყველა გეტყვის ამ რეპრესირებულთა შთამომავლები, რომ ფული საჭმელის მშიერი თაობა არ აქვთ ფული. არა მარტო მათ, როგორც რეპრესირებულს, არამედ სხვებსაც არ აქვთ ამ ფულის. შრომობენ რაღაცა თან ერთია ფული და თან მერე დეფიციტური პროდუქტები. ერთია ფული უნდა იშოვო და მერე პროდუქტიც უნდა იშოვო. ეს რითი იყო გამოწვეული? ეს ბევრი რამეთ იყო, მარცვლეულის ბალანსით იყო და ამ რეფორმებითაც იყო გამოწვეული და იმით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნურად იყო შექმნილი? მოდი ხელოვნურად ვერ დავარქვევდი, მაგრამ პოლიტიკის შეცდომით ალბათ შეგვიძლია თამამად ვთქვათ. იმიტომ რომ პოლიტიკას სხვა მიზეზი ჰქონდა. იცი როგორია ამაზე ძალიან დიდი დისკუსიებია იმაში სამეცნიერო დისკუსიაში და თან აი ამ ნაციონალური პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში, იდენტობის ფორმულირების ფარგლებში, მაგალითად უკრაინელებისთვის ეს გახდა ერთ-ერთი ქვაკუთხედი ნაციონალური იდენტობის მშენებლობის განსაკუთრებით ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის შემდგომ. ეხლა ყაზახეთშიც ძალიან დიდი პროცესები მიდის ამ კუთხით, ამიტომ როდესაც ესეთი რაღაც თემაზე ხდება ნაციონალური პროექტის აგება, იქ როგორც წესი ალტერნატიული სამეცნიერო დისკუსია იზღუდება, გინდა არ გინდა და ამიტომ მტკივნეულად აღიქვამს ხოლმე ეს ხალხი რაღაც ამ დეტალებს, მაგრამ ხო ეს შიმშილი პრობლემა ახლა სახელმწიფოსთვის ყაზახეთში ის ჩამოართვეს ყველაფერი და როგორ უნდა გაეწვა ამ ხალხს. ყაზახეთში ძალიან დიდი შიმშილი იყო. ძალიან დიდი შიმშილი იყო. ეხლა მთლიანი ვებგვერდია გაკეთებული, სადაც ამაზე წერენ და ყაზახები? ხო, ყაზახეთში არქივების მონაცემები. საინტერესოა იგეს. მე ეხლა მინდა რომ გადავიდე კულტების აღზევებაზე. შენახსენია 38 წელს გადაწყვიტა სტალინმა რომ თავისი რაღაცა კულტი 17-ში ბოდიში შეექმნა კულტი, რითვისაც ან არეცალა, ან მოკლედ რაღაც არ ვიცით მიზეზი. როგორ შექმნა ეს კულტი? მაგალითად ქართველმა პოეტებმა და მწერლებმა ამისათვის კალამი არ დააგდეს. რამდენიმე ათეული წიგნია დაწერილი, სადაც ვის არ აქვს მიძღვნილი დიდი ლექსი. ეს რომ ცოდნოთ და მოვიტანდი ამ წიგნს წავიკითხავდით რამდენიმე ლექსს, მაგრამ ახლა გვიანია. ვის არ აქვს მისთვის ლექსი მიძღვნილი. მაგალითად გიორგი ლეონიძემ ბელადის ბავშვობა და ყმობა დაწერა ესეთი დიდი პოემა, სადაც ამ სტალინი არის აღქმული, ამ ყველაფერი ის ნარატივი არის შექმნილი, როგორც ქართული ვერსია უნდა იყოს სტალინის, იმიტომ რომ ამ პერიოდში სტალინი სხვადასხვა გვარი ხდება. ქართული ვერსია პიროვნების კულტის სხვანაირია, რუსული ვერსია სხვანაირია, უკრაინული სხვანაირია, ასე შემდეგ. ეს სხვადასხვა ყველა რესპუბლიკას განსხვავებული იმიტომ წერალი როგორც წერდა ალბათ. ხო, როგორც უნდა რა, ეს იმიტომ უნდა იყოს ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ყველას მამა, ის ერთის მამა კი არა, ყველას მამა, ამიტომ ეს ყველას მამობა ნიშნავს, რომ განსხვავებულები უნდა. კულტურას ერგებოდა ხო? მაგალითად აი აზერბაიჯანულ ამას წამთ კითხულობდი, ეს დიდი პოემა არის რუსულად ნათარგმნი და კარგია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე აზერბაიჯანული არ ვიცი, ფოლკლორული ნაწერია სტალინზე და დიდი თავი აქვს მიძღვნილი სტალინი როგორ დადიოდა აფშერონის ნახევარკუნძულზე მუშათა უბნებში და როგორ აწყობდა იქ აჯანყებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ ეხლა მირჯაფარ ბაგიროვია ცეკას პირველი მდივანი და იმას სჭირდება რა, ეხლა თავისი მინი სტალინი უნდა ყავდეს. ამიტომ ეს სტალინი დესტალინიზაციაზე მე ყველა სხვადასხვანაირად რეფლექსირებს, იმიტომ რომ ყველას განსხვავებული აქვს ეს ჩამოყალიბებული. მაგრამ ეს კულტის თავარი მახასიათებლები რა ქონდა? იმ მამა ახსენე. ყველას მამა ის არ ცდება და მის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებობს. ერთხელ
ძალიან ჩემი მასწავლებელია. არ ვიტყვი სახელდაგვარს, იმიტომ რომ როცა მომიყვა ეს ამბავი, მითხრა ჩემი სახელდაგვარის აღსნიშნის გარეშე მოყევიო, ალბათ მოისმენს მე ამ პოდკასტს და ის მომიყვა რომ 55 როცა სტალინი გარდაიცვალა, სკოლაში ვსწავლობდიო და კაცო მივდივარო და კლასში შევედითო, ეს მასწავლებელმა მოიხსნა ეს თავისი ნაწნავის, რითაც მაგრები, არ ვიცი რა ქვია. თვისამაგრი, გაიშალა მთებიო და მამა აღარ გყავს ბავშვებო, ხო და მე ვეხა უყურებ და ვფიქრობ, კაცო, მამა ფრონტზე ყავს და მე მამა აღარ გყავს. ეხლა ესენიც რო ტირიანო, მეც მოვაღეპირი და დავიწყე ტირილიო და ეს მასწავლებელი ამბობს, რომ რაღა გვეშველება აწი, ანუ პიროვნების კულტის დამახასიათებელი, აღარ მოვყვები ამ იმას, არის რა ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ის რო არ იყოს ჩვენ რა გვეშველება. ხო. ანუ ის რო არ იყოს, მერე მტრები მოვლენ, ის მოვლენ, რა გვეშველება ჩვენს ყოველდღიურობას, რა ეშველება. მაგრამ აქ შემოდის ერთი კითხვა, როგორ შექმნა ეს კაი რაღაცას, თქო იმ წერილების რო წერდნენ, ეგ ხო შეკვეთილი იყო. ანუ თუ არ დაწერდნენ, მიიღებდნენ სხვა რამეს, ხო? ხო, მაგრამ გულწრფელ სიყვარულსაც რატო გამოურიცხავთ? ანუ ეს დასაშვებია. რა თქმა უნდა, ეხლა ეს მერე დესტალინიზაციის პროექტში და სუვერენიტეტის გამოცხადების მერე ყველამ დაიწყო იმის ლაპარაკი, რომ შეკვეთილად წერდნენ, თორე განაუყვარდათ. არა ბატონებო, უმრავლესობა, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა, შეყვარებული იყო და ცრემლებსაც აღვარღვარებდნენ ამხანაგ სტალინზე. მაგალითად ცისფერყანწელები, მაგალითად ჯავახიშვილი შეყვარებული იყო და ცრემლებს აღვარღვარებდნენ. ჯავახიშვილმა და ცისფერყანწელებმა ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ 36 წელს პავლომ თავი მოეკლა, ექსტიციანი დაიჭერეს რაღაც, მაგრამ გიორგი ლეონიძეს რო დაწერა ეს სტალინი და 1000 ლექსი მიუძღვნა, ხო, ეს ხო ახლო შორს არ იყო ამ ჯგუფისგან. ხო, ხო. მე ხა არ ვიცი ბატონ გიორგის ეს ადამიანურად უყვარდა თუ არა, მაგრამ ბევრს იოსებ ნონეშვილის ლექსები აიყეთ ხო სტალინისადმი მიძღვნილი. ანუ ნუ გგონია რომ ეს არის უცნაური პერიოდი, ჩვენ რაღაც კრიტერიუმებს უწესებთ ხოლმე. თუ დაუხრით ეს ვერ იზამდა იმას, იზამდა. ანუ შეიძლება შვილიც დაეხვრიტა, ძმაც დაეხვრიტა, მაგრამ სტალინი მაინც ყვარებოდა, იმიტომ რომ ის ნაციონალური გმირი იყო. მე მინდა ჩავიდე იმ მომენტში, როგორ გახდა, ანუ აი რა პროპაგანდა ამუშავა, რომ ეს ნაციონალური გმირი გახდა. ეგ ძალიან მარტივია ეგ პროპაგანდა. ეს პირველ რიგში ნახეთ, როგორ იძერწება ლიდერი. ეს მაინტერესებს. აი, მოდ სხვაგან შევეშვა და ქართული მაგალითი ავიღოთ. არის ესეთი იყო ესეთი გადასარევი მხატვარი უჩა ჯაფარიძე. ამ რამდენიმე არაჩვეულებრივი ტილო აქვს მიძღვნილი სტალინისადმი. ანუ სტალინი არის როგორი? ბავშვობიდანვე ლიდერია. ესეთი პორტრეტი ისე ნახატიც არის ტილო, სტალინი დგას გორის ციხის ფონზე და ხელში უჭირავს ვეფხისტყაოსანი და თავის თანამოასაკებს უკითხავს ამ ნაშრომს. მერე მიდის ცოტა ხანში, ეს ტილოები სხვათა შორის დაცულია გორის სტალინის მუზეუმში. ეს არის პირველი გამოფენის ტილოები, იქ გამოფენა ძირითადად ორჯერ შეიცვალა. პირველი გამოფენის ტილოები, არაჩვეულებრივი ტილოები. მეორე არის იგივე სერიაში, აღარ მახსოვს თოიძე ამის მხატვარი თუ ჯაფარიძე, ამიტომ ვიტყვი რომ ტილო აქ უკვე სტალინი მიდის და ილია ჭავჭავაძეს რაღაცას უყვება და ილია კმაყოფილი უსმენს იოსებ სტალინს. ეს მართლა იყო, იმიტომ რომ ილიამ რამდენიმე ლექსი დაუბეჭდა სტალინს, როდესაც ის პოეტობდა და არა უშავს რა ლექსებს წერდა. და ივერიაში არის სტალინის და სტალინის ლექსი მერე იაკობ გოგებაშვილმა შეიტანა დილა იმაში დედაენაში, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში სტალინის ლექსებს ქართველები წერა-კითხვასთან ერთად სწავლობდნენ. ამიტომ ეს არის ხდება კონსტრუირება, მერე უკვე კონსტრუირება არის, რომ სტალინი რომელიც მოდის იმაში სასულიერო სემინარიაში და აქ ინტელექტუალური და ფიზიკური დაპირისპირებებში გმირი, ანუ შენ სტალინის ბიოგრაფიაში ვერ ნახავ ოფიციალურში ადამიანურ განზომილებას. აი, სიტყვაზე
ვიღაც შეუყვარდა, ზედმეტი დალია, არ ვიცი მე. ანუ იდეალია რა. ანუ იდეალია ეს როგორ შეუცნობელი დაახლოებით აი ეს ახალფულნაშოვი ტიპები რო გიყვებია, ხო იცი $500 ან $300 მილიარდები როგორი შოვეს და ამერიკაში რო წავიდნენ $2 ხომ? ხო, აი როგორ შე რო გასწავლიან, ან ჩვენ მე რომ ასწავლიან, რომ აი როგორ უნდა იცხოვრო, ხო? და თვითონ რომ ის არა აქვს, აი როგორ რაღაცა ხელოვნური რომ არის, ასე გონია რომ რაღაცა რა ადამიანური აი რობოტი. ხო აი განსაკუთრებით იგივე კლასს ეხება, აი როგორ ცხოვრო და მე დილით ვარჯიშობ, მე იმაშვებ, კარგი რა, ყოველთვის შეიძლება რაღაც დრო სახში მეხვიდე დივანზე წამოწვე, ხო, რაღაც ანუ ადამიანური განცდა ხო, ესე მოჭიმული არ ხარ, თუ ეგრე ხარ, შტერი ხარ. და აი დაახლოებით სტალინის ბიოგრაფიაც ეგეთია, სუ იდეალურია, იქიდან გაიქცა, ესქნა, არასდროს დეპრესია არ ქონია, არასდროს იმედგაცრუება არ ქონია, არასდროს ან აი ესე იქმნება. ამაში ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მედია, ეს არის პრესა. ამაში ხელს უწყობს მხატვრობა, იმიტომ რომ შენ ვიზუალურად უნდა ნახო ეს კონსტრუქტები და ამიტომ მაშინ ეს ფოტოშოპებით ეგენი არ იყო ასე განვითარებული, თუმცა იყო კადრების გადადება ფოტოგრაფიაში, ფოტოშოპი არ იყო, დღეს უფრო მარტივია, ეს უწყობს, ლიტერატურა უწყობს ხელს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირში სტალინმა ეს რო დაიწყო, ეს არის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირში ახალგაზრდობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე იცის წერა-კითხვა. მანამდე საზოგადოება წერა-კითხვის უცოდინარი, ამიტომ მსგავსი პროექტი, პიროვნების კულტი ინერგება იქ, სადაც წერა-კითხვა იცის ყველა და ინფორმაციის წყაროს ის უშუალოდ კითხულობს. თუ წერა-კითხვა არ იცის, მაშინ უნდა მოყვეს და მოყოლილში ამბავი ეკარგება. ესენი თვითონ კითხულობენ, ამიტომ არის დღემდეც გავიგონებთ ამათ, რომ გაზეთში ეწერა, პრესამ მითხრა, რატო? იმიტომ რომ არ არის აღქმა იმის, რომ სხვა ალტერნატიული წყარო შეიძლება არსებობდეს და პრესაში მოცემული წყაროც კონსტრუქტია. ამიტომ აი ესე იქნება და რა თქმა უნდა ფილმები. იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც აი ნელ-ნელა უკვე ეს კინოთეატრებში ჩდება ესეთი პოლიტიკური ფილმები, ვიზუალურად ჩდება სტალინი. გარდა ამისა, სტალინი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინი ყველა ოჯახში იყო. ფოტოებით იმას გულისხმობ. ანუ საქართველოში შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ ხატის ქონის უფლება, იმიტომ რომ ხატი ხო არის, როცა ბეჭდვა დაიწყო, ხატები აიკრძალა უკვე, ანუ ხატები არ იყო იმდენი საქართველოში, ამიტომ არის ოჯახებში ძველ ხატების მიმართ განსაკუთრებული მოწიწება, იმიტომ რომ ეს რაც ფუფუნების და რაც დიდი შენაძენია, როგორც სულიერი თვალსაზრისით, ისევე მატერიალური თვალსაზრისით. აღქმის გულისხმობ, იმიტომ რომ თუ არ წამს ადამიანს, მოსწამს. მაგრამ სტალინი არის ფიგურა, რომელიც უცებ გაჩნდა წიგნებზე, ხო, ბავშვი მიდის სკოლაში, გადაშლის სტალინია. მე დაიბეჭდა ეს იაფფასიანი პოსტერები თუ ხო, რაღაც ესეთი ფოტოები. ანუ სტალინი ყველა ოჯახში შევიდა. მე სტალინი გაჩნდა ყველგან ძეგლების სახით, ხო? და ეს ხო მიზანმიმართულად კეთდებოდა, ხო? ხო და აი ეს კულტი, რომელიც შეიქმნა, რომელიც იყო უნივერსალური და იდეალური და უშეცდომო და ადამიანებმა რატო დაიჯერეს ესე მარტივად შენი აზრით, რომ ეგეთი უშეცდომო ტიპი არსებობდა რა? ანუ ადვილად მოწყვადია ზოგადად ადამიანი ეგეთ რაღაცთან მიმართებით? ბოდიშმა ჩვენ სკოლაში ოფიციალურად მაინც რას ვასწავლეთ მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას. ანუ ადამიანი არათუ მოწყვლადია, არამედ ადამიანი პირდაპირ იღებს ყველაფერს, ამიტომ ჩვენ ვსწავლობთ, რომ ვიყოთ კრიტიკულები. მე რამდენად გამოგვდის ეს კრიტიკულობა მეორე საკითხია, ან რამდენად ვახერხებთ რეფლექსიას, ამიტომ მოწყვლადობა ეს პრობლემა არ არის. დაჯერება პრობლემა არ არის, არ დაჯერება და მის მიმართ კრიტიკულად შეხედვა არის პრობლემა. მთელი ჩვენი განათლების სისტემა აწყობილია ქაღალდებზე მაინც და რეალურადაც ვერ ვიტყვი რომ ეხლა ეგრე არ არის, ანუ კრიტიკულ აზროვნებაზე, ხო, ანუ კრიტიკული აზროვნება რა არის? ამის წინააღმდეგ რაღაცეების ნახვა, ამიტომ ადამიანი მოწყვლადია ეგეთი რამის მიმართ. ხო, შენახსენე დესტალინიზაცია. ხო. და განსხვავებულად იყო ყველგანო. საქართველოში როგორ მოხდა? საქართველოში დესტალინიზაცია როდის დაიწყო და როგორ მიმდინარეობდა? დესტალინიზაცია გახდა ყველაზე დიდი ანტისაბჭოთა პროექტი. ანუ რაღაც საოცრება გააკეთა ქართულმა ნაციონალიზმმა. ანუ ეს არის მეოცე ყრილობა 1956 წლის, სადაც ხრუშოვმა დაგმო პიროვნების კულტი.
რაც ქართველებმა აღექვეს ესე უხეშად რო ვთქვათ ქართველების შეურაცხყოფად 56 წლის 5 მარტს დაიწყო დაიწყო გამოსვლები სტალინის უბრალოდ გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით. და აი ესეთი სტიქიური გამოსვლები მე გადაიზარდა ძალიან დიდ ანტისაბჭოთა გამოსვლაში და იგივე გამოსვლები გადაიზარდა იმაში, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს დახმარება ეთხოვათ მაოძედუნისთვის, რომ განთავისუფლებულიყვნენ რუსების ბატონობისგან. და წერილის გაგზავნა უნდათ მაოძედუნთან ამის სათხოვნელად. ეს ერთი მხრივ შეიძლება ახლა გაგვეღიმოს ამაზე, მაგრამ მაშინდელი საინფორმაციო ველს თუ შევხედავთ, მაო იყო სტალინის ყველაზე დიდი მეგობარი. ხო და შესაბამისად, რადგან ყველაზე დიდი მეგობარი იყო მაო, შესაბამისად მას სჭირდება უკვე უნდა დაგეხმაროს მეგობარი. ამიტომ იგივე ეს მედია კონსტრუქტმა იმუშავა აქ. მაგრამ რა თქმა უნდა ეს და დემონსტრაციები ბოლოს გადაიზარდა იმაში, რომ დამოუკიდებლობა გამოცხადება მოხდა, გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და მოითხოვეს რუსეთისგან გამოყოფა. და ეს არის ფიქრობ რაღაც სიტყვების რახარუხია. გორში დისლოცირებულმა ქართულმა სამხედრო შენაერთებმა, მაშინ რესპუბლიკებს ჯერ ყავდა თავიანთი სამხედრო შენაერთები, ამეთმა მეთაურმა გახსნა საწყობი იარაღი დაარიგა და უთხრა წავედით ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგო. ანუ ხელისუფლებამ რეალურად დაკარგა კონტროლი მასებზე და განსაკუთრებით დაკარგა ახალგაზრდებზე. ამის გამო მე მოხდა ამ დემონსტრატების რა თქმა უნდა დარბევა და რამდენიმე ოფიციალურად 20-ზე ცოტა მეტი ადამიანი არის დაღუპული, ოღონდ ოფიციალურად ხას უსვა, იმიტომ რომ სავარაუდოდ არაოფიციალურად მეტი არის. აქ მნიშვნელოვანი რა არის? ეს რეპრესიები მერე ქართველების წინააღმდეგ ძალიან ძიმე იყო, იმიტომ რომ ამათ არ დავიწყებიათ ეს ქართველებს და აი ამ 56 წლის აქციებში გამოსულმა თაობამ დაამხო ზუსტად საბჭოთა კავშირი 80-იან წლებში. ამ აქციებში აი ჩვენ ისტორიაში სახელმწიფოში გვეწერა გორგასლიანი, ხო? ზვიად გამსახურება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარატივი ქართულ. იქ რას წერენ ისინი? არ დაგვავიწყდეს სისხლიანი 9 მარტი. იმიტომ რომ ეს თაობა მანდ მონაწილეობს. მაგალითად მე ერთ-ერთმა ინტერვიუერმა მითხრა, რომ ზვიად გამსახურდია დადიოდა აქ და აქტიურად ღებულობდა ისე როგორც დანარჩენი მისი კლასელები. არა იმიტომ რომ სტალინი მაშინდელი ნაციონალური იდენტობისათვის აუცილებელი პიროვნება. ქართული ნაციონალიზმი მაშინ სტალინის ირგვლივ არის კონცენტრირებული. ის არის ყველაზე დიდი ქართველი, ის არის ყველაზე ცნობილი ქართველი. თუ რუსულ ნარატივში სტალინი არის კაცი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი და დანარჩენი რუსეთის ფედერაციას არ აინტერესებს სტალინზე არაფერი, როგორ ჩამოვიდა, მაინც იმპერიული ქვეყანაა და მოვიდა, ხო, არა უშავს იმპერიაში ეს აღზევებები ხდება, პრობლემა არა, მთავარია ეს დიდი სტატუსი შეუნარჩუნა. ქართველებს სულ არ აინტერესებთ ეს მეორე მსოფლიო. ქართველების მთავარია ქართველი გახდა ყველაზე დიდი კაცი, რომელმაც მსოფლიო დაიჭირა, დაიპყრო, გააკონტროლა. თორე ეს არსად ქართულ ნარატივში ის არის ატომური ბომბი დატოვა და ეს არ აინტერესებს. ქართველი იყო და მთავარია ქართული, ხო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ჯერთი ნარატივია, მეორეც ერთი სტრუქტურულად ეს არის და მესამეც არის, ეს არის მთავარი სიამაყის ობიექტი. ამიტომ ძალიან არ მიყვარს ხოლმე რომ ქილიკობენ ამაზე ადამიანები, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ჩვენ როგორ ცხოვრა ინდივიდუალურად იმ სივრცეში, როგორ მოვიქცეოდით და აი ძალიან მარტივია 80 წლის მერე უკვე ასაკში მყოფ ადამიანების ქილიკი გაკიცხვა იმის გამო, რომ აიმე სტალინი უყვარდათ, ხო, იმიტომ რომ ისინი იქ ცხოვრობდნენ და ჩვენ რო გვაქვს ახლა ფუფუნება როგორც სოციალური მედიით, ინტერნეტ, ბოლო ინტერნეტი გვაქვს ახლა გუშინ აქ მოსვლამდე სტალინის ელექტრონულ არქივში ვკითხულობდი იმას, რას კითხულობდა სტალინი, ხო? ჩემთვის რაღაცებს ვათვალიერებ. ხა 80 წლის წინ ამას ვინმე იოცნებებდა? ვერა, ან 90 წლის წინ. ამიტომ ეს ქილიკი ძალიან მარტივია, მაგრამ არ შეიძლება დღევანდელი გადმოსახედით აქილიკო ეს ხო, მაშინდელი არც ეს ადამიანები არ შეიძლება აქილიკო რა. პატივი უნდა თუ არ ვცემთ პატივს, უნდა გავიგოთ მაინც რატო ფიქრობდნენ ასე. და თუ არ ეთანხმები და ეს ქილიკი და რაღაცა ძალიან არ მომწონს. ხო და ამიტომ ესეთი იყო და ეს 56 წელიც ამიტომ არის მნიშვნელოვანი და მან
ერთი დეტალი მინდა არ გამომჩეს, როდესაც ამის მონაწილე ძირითადად 16, 17, 18 წლის ახალგაზრდები დააპატიმრეს, რო დააპატიმრეს საბჭოთა უშიშროებამ გააკეთა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. პირველი, ქართველი გამომძიებლები საერთოდ ჩამოაშორეს გამოძიების პროცესს. ქართველებს აღარ ენდობიან უკვე. და მეორე, მათ აინტერესებს ვინ მოახდინა მათი დაორგანიზება. ამ ჯგუფის. ხო, ესენი ცდილობს საბჭოთა უშიშროება ამათ დააბრალონ, რომ ესენი არიან ორგანიზებულები. რეალურად მე მათი ინტერვიუები მე როგორც წავიკითხე, არანაირი ორგანიზებულები არ არიან. უბრალოდ რაღაცა აწუხებდათ, გავიდნენ იქ და იქ მე როგორც ხდება ხოლმე, ვიღაც უფრო ქარიზმატულია დააორგანიზა, ვიღაც ამაში დაეხმარა, ანუ იქ შეიკრა რაღაც 3-4 დღის განმავლობაში პატარა ქსელი, მაგრამ არც ერთი ეს ადამიანი ერთმანეთს დაპატიმრების გარეთ არ იცნობდა. ამიტომ ისინი კი ეუბნებიან იმას თუ იცნობა, ამიტომ ისინი ამბობენ არ ვიცნობთ, იმიტომ რომ აი მათი ლიდერი კოტე ციციშვილი, რომელთანაც ინტერვიუ ჩავწერე 2014 წელს ვარშავაში იქ ცხოვრობდა და გარდაიცვალა სულ რამდენიმე წლის წინ. კოტე ციციშვილმა ძალიან საინტერესო ამბავი მითხრა. მე სკოლიდანო გამოვედიო, მე-10 კლასში სწავლობდა მაშინ. და ხედავ რომ დემონსტრაციაო და ვიკითხეო რა ხდება აქ და აი ესე მივდივართო ხრუშოვის დედაცვა ეს სტალინის უცებო შევვარდი ამ დემონსტრაციაში სკოლიდან გამოსული კაცი და ეს ხდება მე იმ დემონსტრაციის ლიდერი, იმიტომ რომ ის არის ქარიზმატულია, ლექსები უყვარს, გამოთქმა შეუძლია ეს გამოსვლა და აი ეს ხდება იქ. დანარჩენებიც იყვნენ, მეიშვილები, დაჭეიშვილი, ასე შემდეგ, ბევრი იყვნენ მართლა და არანაირი ერთმანეთთან დაორგანიზებულები არ იყვნენ. ის ვინც მივიდნენ სტუდენტები იქ პირველად და ვინც ეგრეთ წოდებული ეს თაიგულები მიიტანეს, სამგლოვიარო ვენოკის ხმარება მინდოდა და გადავთარგმნე ამასობაში. ეს სტუდენტები ძალიან ისე მივიდნენ, ანუ მივიდნენ დაადგეს და მე მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და თქვეს აქ რას უზიხართ? ის მაინც წავიღოთ სამგლოვიარო გვირგვინები სტალინის და აი ესე დაორგანიზდნენ, ესენი არანაირი ორგანიზებული ჯგუფი ცენტრი რაც უშიშროებას აინტერესებს არ ქონდათ. ამიტომ მათ ძალიან ხანგრძლივი პროცესი ჩაატარეს ძიების და არ არის შემთხვევითი რომ ყველანი როგორ რაღაც ვადა რამდენი თვეც ისხნენ, ის ჩაუთვალეს პატიმრობაში და დანარჩენი ვითო ანუ დანარჩენის გამო შეიწყალეს გამოუშვეს. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ იპოვეს. მათ ამბავ სტალინის დროს მათ ყველას დახრეტნენ. ვისაც იცავდნენ მაგ დროს დახრეტნენ მათაც დედას, მამას ყველას. ეს უპრობლემოდ, მაგრამ ამ დროს მათ აინტერესებდათ რეალურად რამ განაპირობა ეს აქტი. ანუ ვერ დაინჯერეს, რომ ეგეთი რაღაც შეიძლება მოხდარიყო, ხო? მათ სჭირდებოდათ ამის ძიება. ამიტომ ჩამოაშორეს ქართველი გამომძიებლები, ამიტომ დანიშნეს ამ პროცესების მე საქართველოს ცეკას მეორე მდივნად ეთნიკურად რუსი, მანამდე ყოველთვის ქართველი იყო. აქ უკვე აი ამ მოვლენებმა დიდი ნაპრალი გააჩინა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში. დობა დაკარგა მოსკოვმა. თბილისი აღარ არის ის პრივილეგირებული რესპუბლიკა, რაც იყო სტალინის დროს, მარტივად რო ვთქვა. ხო, ეს პრივილეგირებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი გლეხი უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე სხვა რაღაცას, სხვა რამე. ამიტომ ესეთი ამბები ხდება ამ 56 წელს და ეს გამოშვება, ეს ბავშვები, რომლებიც გამოუშვეს, მართლა ბავშვები არიან, ხო? და გვიან შუა თინეიჯერობის ხანაში არიან შესულები. ძალიან საინტერესოა რომ ეს მემუარებში გიყვებიან რომ გამოუშვეს მე ჯერტი ციხეში ექცევიან კარგად. იმიტომ რომ ჩეკისტები არიან სტალინისტები და ამიტომ ციხეში სადაც ამ წესი და რიგით ანტისახელმწიფო იმას უნდა ექცეოდნენ ცუდად, ამ ბიჭებს ექცევიან ძალიან კარგად. არც მათზე არც ფიზიკური ზემოქმედება ხდება და არც არაფერი. ციხის ზედამხედველები და ეთნიკურად ქართველი გამომძიებლები არიან კეთილგანწყობილი მათ მიმართ. უბრალოდ. იმიტომ რომ სტალინს იცავენ, იმიტომ რომ ის გამომძიებლებიც და ციხის თანამშრომლებიც იგივე ნაციონალურ პროექტის მიმდევრები არიან, რაც მათი. გარდა ამისა, მათ აძლევენ აი ერთ-ერთის ეს წერილი მახსოვს, ერთ-ერთის დედა წერს, რომ ჩემი შვილი არც ერთ საჭმელს არ ჭამს, მხოლოდ ჩემს გამომწვარ გაკეთებულ კოტლეტს და პიურესო და მე ინტერვიუს დროს ამ კაცმა დამიდასტურა, კიო, დედაო, ყოველდღე მიგზავნიდა, რაც ну რა ვიცი 5 წლით ადრე სტალინის დროს რაღაც ქვია ყოველდღე კატლეტებს არ მე შემოგატანიებდნენ, მაგრამ ეს არის რა კეთილგანწყობა. იგივე კოტე ციციშვილმა მითხრა, როდესაც შევყავდითო
მაშინ ჩინეთის ერთ-ერთი მარშალი იყო ჩამოსული, მარშალი ჯუდე, მერე მოკლა მაო ძედუნმა ეს ჯუდე, მაგრამ მაშინ არ იქვეყოდა რომ მაოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ამ ჯუდესთან შეხვედრის წინ რომ შევდიოდიო, ვალერიან ბაქრაძემ ერთ-ერთმა მაღალჩევასანმა საქართველოს ცეკაში მითხრა, მიდია ჩვენში. ანუ ეს ქართული ერთმანეთის ირგვლივ ვარიანტი. აი აქ არის ძალიან საინტერესო ზეპირი ისტორიები, იმიტომ რომ ამას ხო ვერ დაწერს ხა ოფიციალურ წყაროში, მაგრამ ამ ზეპირი ისტორიებში და ეს დოკუმენტებშიც იგრძნობა რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ ეს ზეპირი ისტორიები მე ავსებს და მთლიან სურათს კარგად იძლევა. ეს ძალიან დიდი ის იყო პროტესტი და რომელმაც აი კატასტროფული ძალიან შეცვალა ეს ურთიერთობები. სიკეთისკენ. მე არ ვიცი სიკეთისკენ თუ იმისკენ, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შეცვალა ეს სიკეთე და ბოროტება. არა, გულისხმობ აი თუნდაც ის ისე რომ აღარ ექცეოდნენ. იცით რა, ამის მერე საქართველოს ცეკამ დაიწყო ძალიან დიდი თანხების მოთხოვნა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ანუ ცეკამ ძალიან კარგად ისარგებლა აი ამ პროტესტით, რომელშიც მას მონაწილეობა არ აქვს მიღებული არაფერი, მაგრამ დივიდენდების თვალსაზრისით ძალიან ისარგებლა. მე შავანაძის პერიოდში დიდი რაოდენობით ფული მოგწეს და ერთი რამე, რაც მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ სტალინის მუზეუმი საქართველოში გაიხსნა 57 წელს. მაშინ, როდესაც მთელ საბჭოთა კავშირში ძეგლებს იღებენ, საქართველოში გახსნეს სტალინის მუზეუმი, ანუ აშენებული იყო, მაგრამ გაიხსნა. და რატო? ანუ ცენტრი მიხვდა, რომ თუ თქვენთვის ესეთი მნიშვნელოვანია ეს თქვენი სტალინი, დაეყავდეთ ის, ოღონდ თქვენს რესპუბლიკაში. და ამიტომ გახდა მე ეს ლოკალურობა კიდევ უფრო მეტად შეიძინა ამ მოვლენების მიერ და ეს 56 წლის მოვლენა კიდევ აი ესეთი გახდა რა, ანუ ყველაზე დიდი ანტიკოლონიური მოძრაობა ბრძოლა იყო აი სტალინის ძეგლის დაცვის და პიროვნების კულტის დაცვის გამო. ეს არის ისტორია, იმიტომ რომ ეგ არ არის ესეთი შავი და თეთრი და სადღაც ძალიან კომპლექსურია ეს ყველაფერი. მე მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს კადრი ტელევიზორში გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, რომ ხალხი გამოდიოდა და თვითონ გორელები დაიძახდნენ, რომ არა ვიღოთ, ანუ პროტესტი იყო ამ ყველაფერს და მე მაშინ მახსოვს, რომ პატარა ვიყავ, არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს რამდენი წელი, მაგრამ კითხვა გამიშთა, რომ რატო კი, მაგრამ ანუ ეს კაცი ხო არ მაშინ ჩემი გონებით რა ეს კაცი ხო არ იყო კარგი კაცი და რატო აპროტესტა უნდა აიღონ, ანუ ეგ ის მქონდა რა, ანუ ვერ გავიგე, რატო არ უნდათ აღება ძეგლის. ხო, ანუ და მე მგონია რომ ეგ კითხვა ბევრს აქვს რა საერთოდ, რომ როგორ შეიძლება სტალინი მოგწონდეს და გიყვარდეს და დღემდე მასთან რაღაც ემოციური კავშირი გქონდეს. აი ეგეთი კითხვა არსებობს. ხო, ლოგიკური არსებობს და გარდა ამისა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ნუცაბათიაშვილმა კარგი წიგნი დაწერა ამ ქართველი ერის ორხმოვანებაზე, იმიტომ რომ არსებობს თაობა, რომელსაც აქვს ესეთი დიდი ემოციური ბმა იმ ნაციონალურ პროექტთან, რომელშიც ის გაიზარდა, ჩამოყალიბდა, აბსოლუტურად ნორმალურია და გასაგებია ჩემთვის და არსებობს თაობა, რომელსაც არანაირი ბმა და აღქმა არ აქვს ამ პროცესთან. ახლა მე მახსოვს ჩემმა სტუდენტმა 2016 წელს მკითხა დათომას თქვენ ხო სტალინი გახსოვთ, ანუ ამ თაობისთვის და გინ სტალინზე გილაპარაკე და გინ ტროას ომისთვის, ანუ მე როგორ უნდა მახსოვდეს სტალინი, ხო? მაგრამ ნუ ხო, ანუ ეს ვერ აღიქვა, ხო? ანუ ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ეს ამ თაობისთვის ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა და დარჩა მართლა წარსულში და მისთვის ამაზე მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავია და არის ადამიანი, რომლისთვის ეს არის მისი იდენტობის განმაპირობებელი, ამიტომ მსჯელობაც უჭირს და რეფლექსიას და არ მიკვერს. როგორც ისტორიკოს მე ამისი არ მიკვერს. ხო, მესმის. გავიდეთ ბოლოში და ესეთი კითხვა მექნება, რას ნიშნავს იყო ისტორიკოსი დღეს საქართველოში? შევაჯამოთ ამით. ისტორიკოსობა დღეს საქართველოში არის რთული. პირველ რიგში რთული არის ფინანსურად, იმიტომ რომ ჩემი კოლეგები ძალიან ბევრ დამატებით საქმეს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ ისტორიკოსები. ამიტომ ხშირად არის ხოლმე მოთხოვნა, რომ აი ამას რატო არ სწავლობენ ისტორიკოსები, სულ მინდა უთხრა, იქნებ ჯერის გაგერკვიათ, რამდენს უხდიან ამ ადამიანებს იმ საქმეში, რასაც აკეთებენ. აღარ მინდა სახელი და გვარების თქვა, მაგრამ ნუ ეს არის რაღაც შეურაცხყოფილ ფინანსებზე მომშავე ხალხი, იმიტომ რომ მათ უყვართ ეს საქმე და უბრალოდ უყვართ და ენთუზიაზმია, ხო. დანარჩენი ეგ. მაგრამ ეს ერთი საქმე. მეორე მნიშვნელოვანი
ისტორიკოსის არის ეს არც ეხლა არ არის ამაზე ივანე ჯავახიშვილი წერდა და ერეკობს ბაუმის და სხვაებიც. მაინც ისტორიკოსი ხარ ადამიანი, რომელიც წარსულზე ფიქრობ, რომელიც და ამ ფიქრის დროს არ უნდა დაგავიწყდეს მეცნიერული ეთიკა და ეს არის რომ შენ უნდა ემსახურო მეცნიერებას და არა ნაციონალიზმს. აი ეს არის მკვეთრად გამიჯნული. ნაციონალიზმში გულისხმობ მას შორის ავტორიტარულ რეჟიმებსაც და ამას შორის. ამას თუ ვერ შეძლებ ისტორიკოსი, ჯობია რომ არ იწვალო, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ და ამის გაკეთება სათქმელად ძალიან მარტივია და გასაკეთებლად ძალიან რთული. აი მე ესე შევაჯამებდი მარტივად. კი ბატონო, უღმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მართლა. რავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება ეს მერე წლებთან ერთად დარწმუნებული ვარ და მინდა რომ ჩემმა მაყურებელმა ისიამოვნოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ საუბრობ თვითონ ანუ თხროვის სტილითაც და მადლობა კიდევ ერთხელ. მაყურებელს უნდა ვთხოვო, რომელიც ამ ეპიზოდს ნახავს და გამოწერილი არ აქვს ცოდნის მოყვარე პოდკასტის არხები, გთხოვთ რომ გამოიწეროთ და თუ მოგეწონებათ ვიდეო, მოიწონოთ, იმიტომ რომ ეს მეხმარება გაზრდაში, გავრცელებაში და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ცოდნის მოყვარე პოდკასტის ნაწილი და თქვენ გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა. მადლობა.